ბატონო ბესარიონ, მოგესალმებით. თქვენ ბრძანდებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წინაშე, ეს არის რასაკვირველია თქვენთვის წინასწარვე ცნობილი. ეს კომისია შეიქმნა 5 თებერვალს რამდენიმე მიზნით, მაგრამ ეს რამდენიმე მიზანი მაინც ერთი და მთავარი მიზნისკენ არის მიმართული ის, რომ პოლიტიკურად შეფასდეს ის ხელისუფლება და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, ვინც ჩვენს ქვეყანას საქართველოს მართავდნენ 2003 წლის ბოლოდან ვარდების რევოლუციის შემდეგ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. ამ კომისიის მუშაობის წესები გაწერილია საქართველოს კანონმდებლობით და მე მინდა თუნებას მომცემთ გაგაფრთხილოთ, რომ თქვენ ვალდებული ხართ, რომ დღეს უარი არ განაცხადოთ ახსნა-განმარტების კომისიისთვის მოცემაზე. ვალდებულნი ხართ, რომ ამ ახსნა-განმარტების მოცემისას თავი არ აარიდოთ კითხვებს. აქ იგულისხმება არა ის მხოლოდ, რომ კითხვას ფორმალურად გასცეთ პასუხი, არამედ რაცაც ქართულად ნიშნავს თავის არიდება რეალური პასუხისაგან და პასუხი უნდა იყოს კონკრეტულ შეკითხვაზე ისეთი, რომ კომისიამ მიიღოს სრული ინფორმაცია. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, თქვენ ვალდებული ხართ, რომ შეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტება არ მისცეთ კომისიას, ვინაიდან ეს ყოველივე და ამას მხოლოდ თქვენს გასაგონად, არამედ ყველა იმ ადამიანის გასაგონად ვამბობ, ვინც შეიძლება მომავალში გამოცხადდეს. ამგვარი შეგნებულად მოცემული ცრუ ახსნა-განმარტების ფაქტი ისჯება სისხლის სამართლის წესით საქართველოში და ამისათვის არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა განსაზღვრული ჩვენი კოდექსით. ის, რომ ამ ყოველივეს თქვენ ათვიცნობიერებთ, ასეთი წესია, რომ ამის შესახებ გაგაფრთხილეთ და ხელმოწერით უნდა დაადასტუროთ იმ დოკუმენტზე, რომელიც თუ არ ვცდები, თქვენ უკვე გაქვთ თქვენს წინ და ეს ყოველივე არის მან დახსნილი, რაც ზეპირად გითხარით და გთხოვთ დაადასტუროთ ხელმოწერით, რომ ამ წესებით ვიმუშავებთ დღეს ჩვენ თქვენთან ერთად. სანამ ბატონ ბესარიონი ხელს აწერს, ყველასათვის განმარტავ ასევე, რომ კომისიის მოთხოვნა, რომ გამოცხადდეთ სხდომაზე, თუ რომელიმე ასეთ სხვა პირისგან, რაც ბესარიონის შემთხვევა არ არის, არ იქნება გათვალისწინებული და პირი არ გამოცხადდება, ამისთვისაც არის ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებული და 1 წლამდე საპატიმრო სასჯელიც კი. ამიტომ ყველა პირს, ვისაც ჩვენ დავუკავშირდებით, მინდა ეს კონდეს წინასწარ გათვალისწინებული, რომ რაიმე პრობლემა არ შეუქმნას საკუთარ თავს, ვინაიდან ჩვენ ადრეც განვაცხადეთ, რომ ხუმრობას არ ვაპირებთ და ყველა პირი, ვინც განსაკუთრებით წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა, კეთილს ინებებს და მობრძანდება კომისიის წინაშე და მე არ იტყვის, რომ არ ვიცოდი, რომ თურმე სასჯელი არსებობდა საკმაოდ მკაცრი ამისთვის. ბატონო ბესარიონ, 20 წუთი ავიღოთ თავიდან, თუ თქვენ თანახმა იქნებით, რომ თავისუფალი თხრობის რეჟიმში თქვენ ჯერ აღვიხსნათ ვიმძანდებით, რა კავშირი და შემხებლობა გაქვთ მამა თქვენის ბესარიონ ხარძიანის საქმესთან, რა იცით ამ საქმის შესახებ და თავისუფალი თხრობის რეჟიმში ისაუბრეთ 20 წუთის განმავლობაში. ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით ყველას. ქალბატონ თავმჯდომარეს კომისიის სხვა წევრებს, მივესალმები საზოგადოებას. არ იქნება სწორი, რომ არ დავიწყო მადლობით, დღევანდელი ჩემი სიტყვა, კუცფელი მადლობით. მადლობა იმისათვის, რომ როგორც იქნა, ეს კომისია შეიქმნა, ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება და განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს დაზარალებული ოჯახები ამ დღეს დიდი ხანი ველოდით და ეს დღე როგორც იქნა დადგა და ესე ვიტყოდი, რომ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ასევე მადლობა იმისათვის, რომ მამაჩემის ბესო ხარძიანის სახელი და გვარი და მისი პიროვნება მოხვდა იმ სიაში, სადაც მოხვდა და რა თქმა უნდა შემთხვევით არ მოხვედრილა მისი მძიმე ისტორიებიდან
მძიმე ისტორიებიდან გამომდინარე ერთის მხრივ რა თქმა უნდა ძალიან რთულია ნაწამები და შემდეგ უკვე მოკლული კაცის შვილის ფორმატში აღჭდომა და ამაზე თქვენს წინაშე საუბარი ძალიან რთულია, ხოლო მეორე მხრივ მე ამაყი ვარ, დავაწეული ვზივარ ამ სკამზე, ამ სავარძელში და მე ამ სავარძელს სიმართლის სკამად მოვნათლავდი და არ ვზივარ საბრალდებო სკამზე. ამისთვის მადლობა მამაჩემს, რომ დღეს მე ბესო ხარძიანის სიმართლის წარმოვადგენ. რა ვიცი მე ყველა ჩემს სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ, როგორც ამ შენობაში, ამ შენობის გარეთ და ძალიან კარგი იქნებოდა თქვენი კოლეგა ოპონენტები, მე მხედველობაში მაქვს ოპოზიცია, რომ ის ვაჟბატონები და ქალბატონები აი აქ ყოფილიყვნენ დღეს. ძალიან კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ პირველ რიგში მაინტერესებს რამდენად ექნებოდა იმის გამბედაობა, რომ ჩემთვის თვალებში შეეხედა და ჩვენაირი ხალხისთვის, რომლებიც აქ მრავლად მოვლენ, დარწმუნებული ვარ და ბევრი არის ამ ქვეყანაში სამწუხაროდ, მაგრამ მათ ამის გამბედაობა, რა თქმა უნდა, არ ყოფნით და ფაქტის სახეზია რა, იმიტომ რომ მე ბევრი კითხვა მექნებოდა მათთან და დარწმუნებული ვარ, რომ ამ კითხვებზე ისინი მე პასუხს ვერ გამცემდნენ. ისინი დღეს მე არ მინდა რაღაც პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო, დღეს ამისთვის აქ არ ვარ, მაგრამ დღეს ისინი დაკავებულები არიან ჩემნაირი გოგო ბიჭების ახალგაზრდა მომავალი თაობის, მე ჩემთვის ახალგაზრდას ვეძახი რა თქმა უნდა და მათი სისხლის მოწამვლით არიან დაკავებულები სრული ამისთვის მნიშვნელობით და სამწუხაროდ რა. მე მათ მდგომარეობას ვიზიარებ, ჩემი ეს დღევანდელი ფორმატი და მდგომარეობა მირჩევნია მათ მდგომარეობას, თუნდაც პოლიტიკურს, თუნდაც ადამიანურს. ეს არის პრინციპში ჩემი შესავალი სიტყვა დანარჩენი ვეცდები რომ ქრონოლოგიურად კითხვა-პასუხის რეჟიმში იქნება თუ ქრონოლოგიურად მექნება რამე მოსაყოლი ვეცდები რომ ასე თქვა დავაკმაყოფილო თქვენი კითხვები და ღირსეული პასუხი გავცე. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო ბესარიონ, მოდით სანამ კითხვა-პასუხზე გადავალთ თქვენ იმ დროიდან რომელ დროსაც თქვენ ყველაზე ადეკვატურად მიიჩნევთ, როდიდან უნდა დაიწყოს ამ საქმეზე თხრობა, ფაქტების შესახებ გითხრათ და შემდეგ ჩვენ კითხვები გვექნება. მე როგორც ჩავთვლი საჭიროთ, ანუ ესე იყო ხო კითხვა დასმული. კი ბატონო. მოკლედ ბესო ხარძიანის ისტორია იწყება სადღაც 2006 წლიდან, როდესაც ზურაბ ადეიშვილმა იმდროინდელმა გენერალურმა პროკურორმა ესე იბარებდა ბიზნესმენებს, რა უნდოდა ხა ბესო ხარძიანს ზურაბ ადეიშვილის მეგობარი არ იყო და რა უნდოდა მის კაბინეტში ბესო ხარძიანს არ ვიცი, მაგრამ ეს დაიბარეს. გესწრებოდნენ რამოდენიმე ადამიანები და პირდაპირ განუცხადეს, რომ კუსპაზე რომ სიხარ, კუსპა მოგეხსენებათ ყოს ხა ერთ-ერთი ბიზნესი იყო მამაჩემის და განუცხადა პირდაპირ რომ უნდა გადაიხადო თანხა. ეს თანხა დაუსახელა 5 მილიონი დოლარი იყო და მოკლედ, როდესაც გაიაზრა უკვე მამაჩემა რაშიც მდგომარეობდა საქმე, წამოვიდა და დაიწყო ამ თანხების მოძიება. რა თქმა უნდა, რომ ეს თანხა გადაიხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში რა თქმა უნდა მოუწევდა პრობლემები შეექმნებოდა, მოკლედ რო ვთქვათ. ეს თანხა გადაიხადა ინგლისური კომპანიის მეშვეობით. ამ კომპანიის სახელს ნამდვილად ვერ გავიხსენებ, მაშინ არსებობდა ესეთი კომპანია. იძულებული გახდა რომ კუსტპა ჩაედო ამ კომპანიაში და ამ თანხის გადახდა მოხერხდა. ჩაარიცხნეს ეს თანხა. ამ თანხის ნაწილი დაახლოებით მე ბოდიშს ვიხდი რომ რაღაც თანხებზეც მიწევს საუბარი ხა კაცი აღარ არის ცოცხალი და სწორად გამიგოს თქვენც და საზოგადოებამაც რომ უბრალოდ ფაქტებია და უნდა ვთქვა. ამას ეხ გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. დიახ, თანხების და ქონების გამოაწამეს ეს ადამიანი, ამიტომ რა თქმა უნდა მოგიწევს თანხებზე საუბარი. კი, არა მარტო როგორც კაცები არ მოწონდათ მათ, კაი ადამიანები არ უყვარდათ მათ და ამიტომაც მე ესე ვიტყოდი და რა თქმა უნდა თუ რამე იყო კიდე ადამიანის უკან, კარგი კაცის უკან, იმასაც არ თმევდნენ ისინი. უბრალოდ ერთი რამე დაავიწყდათ, რომ ღირსებას ვერ ართმევენ ეგეთ კაცებს და ისაც საერთოდ ის დროებით იყო, ამაზეც ვისაუბრებთ ჩვენ, რომ ჩვენის დავიბრუნეთ და ვერაფერი ვერ წაგვართვა მათ და სამწუხაროდ.
გავჩერდი იქ რომ ეს თანხები გადახდა მოხდა ხო აქედან ხომ $5 მილიონიდან $1,500,000 აყიდინეს სიღნაღში, წნორში აყიდინეს, უბრალოდ წნორში აყიდინეს რაღაც გაურკვეველი ავტოფარეხი აუქციონის წესით, სადაც მარტო თვითონ იჯდა ამ აუქციონზე. აი ესე აყიდინეს ეს ავტოფარეხიც. ასევე სასტუმრო მაშინ ეკონომიკის სამინისტრომ დაახლოებით იგივე წლებია, შეიძლება ცოტათი უფრო ადრეც იმდროინდელმა ეკონომიკის სამინისტრომ საგვართვა სასტუმრო აფხაზეთი ძველი ესეთი მდებარეობდა ვაჟაზე, სადაც დედაჩემს ეკონომიკაშოს ჰქონდა ქორეოგრაფიული სასწავლებელი ქართული ცეკვის. ესეც დაგვინგრიეს, ანუ ასე ვთქვათ, ხელოვნებასაც ეხებოდნენ ისინი, აქ არ იყო მარტო ეხა ბესოხარძიანის იმაზე დედაჩემის ცეკვის სტუდიაც დაანგრიეს და 10 მესაკუთრე ყავდა, მათ შორის ბესოხარძიანის ერთ-ერთი დაიჭირეს და ამ ასე ვთქვათ, მძევლად ყავდათ ეს ერთი ადამიანი და დანარჩენი 9 იძულებული გახდა მესაკუთრეები მოწილეები რომ ერთ ლარად ეჩუქებინათ სახელმწიფოსთვის. მათ ჩემს ახლა 4 შვილი ყავდა და ეცინებოდა ახლა ჩემს შვილებს ვაჩუქებოდა. ნუ ესეთი წესი იყო მაშინ. მათი სტილი ეს იყო. ესე გაგრძელდა მქონების წართმევის ნაწილში. პრინციპში კუსკვის ნაწილზე უფრო ცლად გავაგრძელებ ესე როგორ დაიწყო, ასე ვთქვათ, მამაჩემზე ზეწოლა და მის და სახელმწიფოს ურთიერთობა ესე დაიწყო. შემდეგ უკვე 2011 წლის 16 ფებრუარს მამაჩემს აჩერებენ ვარაზის ხევში, აი იქ სადაც ესტაკადა მთავრდება, დაახლოებით იმ ადგილას აჩერებენ სოდის და კუდის თანამშრომლები. მაშინ იმ წლებში არ იყო 2011 წელი და ამდენი ვიდეო თვალი და ის ამ ქალაქში არ იყო და მოწმეც არ არსებობს. არსებობს 10 მოწმე, რომელიც 10-ვე არის თანამშრომელი. მათ შორის ერთზე უნდა თქვა დაზუსტებით ალბათ ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ შემდეგ მოგაწვით. ერთ-ერთი არის მესხი ესეთი, რომელიც მამაჩემს პირში წამოსაყრიდა და თუ არ ვცდები სამცხე-ჯავახეთის პოლიციაში არის დღესაც და მინდათ რომ ყურადღება მიაქციოთ, იმიტომ არ ვიძახი რომ ან რაღაც საქმიანობა შეუჩერდეს მას და მათ შვილებს რაღაც საკვები ვერ მიუტანოს. ეს მე არაფერს არ მომცემს, უბრალოდ ყურადღება რომ მიაქციოთ ამ ფაქტს, გეტყვით ახლა ამ ფაქტზე. ბატონო მამაჩემი მარტო ბზანდებოდა, გამოვიდა შეხვედრიდან და აი სადაც მოვყევი კონკრეტულად აი გააჩერეს და გადმოაგდებს მე გავიგეთ ეს იყო ჰეროინი, ნარკოტიკული საშუალება, ჩაასხეს პირში, ბოდიში და ის გადმოაბრუნა უკან და მოკლედ იძულებით მეორე მცდელობით უკვე ჩაასხეს პირში და გადააყლაპეს აი ეს ნარკოტიკული საშუალება. შემდეგ 2 საათის განმავლობაში ასეინეს ქალაქში, რომ კარგად ორგანიზმში გახსნილიყო ეს ნივთიერება, გადაიყვანეს უკვე სადაც საჭირო იყო, იქ რა თქმა უნდა ჩვენა რომ ამოუგდო უკვე ეს ნარკოტიკული საშუალება და ამის შემდეგ გადაიყვანეს უკვე ეგრეთ წოდებულ სადაც გადაყავთ დროებით იზოლატორში უკაცრავად დროებით იზოლატორში. ესე დაიწყო. მე შემიძლია ხო თხრობით ანვისი გავაგრძელო, ხო? შემდეგ უკვე 2000 ეს არის 2011 წლის 16 ფებრუარი 2011 წლის 18 ფებრუარს უკვე შეასახლეს გლდანის მერვე საპყრობილეში მამაჩემ არიდორი, რომელიც მამაჩემაც გაიარა ცემატყებით, როგორც ხდებოდა სამწუხაროდ. დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ეგრეთ წოდებულ კარანტინში იჯდა და იმდროინდელი გლდანის ციხის карантине 2 კვირით ყველა დამერწმუნება ვინც იცის და ვინც იქ ნამყოფია ძალიან დიდი დრო არის 2 კვირა გაატარა ამ ადამიანმა ძალიან ცუდ პირობებში მათ
შორის ერთი ჩემხელა ბიჭი ეჭდა მამა ჩემს მერის გამოვიდა იმ ადამიანს მართლა ქონდა დანაშაული რაღაცა და მე გამოვიდა და შემხვდა მამა ჩემო უთხრა გაეცანიო შენ ხელა ბიჭი მყავსო და გაეცანიო და რო გამეცნო პირველი ის მითხრა რომ ვინ ყავს მამა შენს ესეთი მტერი ორი ყვირა მოგვიწია ერთად ამ каранტინში და მის გამო თელ ამ პატიმრებს გვცემდნენ რომ ჩავეძიე სიღრმისეულად და კითხვებს უსმევდი რომ აი რა ხდებოდა რომ აიღწერა თამთხოვე რომ არ მოეყოლა ასე ვთქვათ ქალებისთვის ოჯახში და მე და ის საუბრობდით სალკე რა თქმა უნდა სახში მოვიდა ჩვენთან და გაგვეცნო უბრალოდ ამაზე პასუხი იყო რომ ღამის 3 საათზე ერთი ფაქტი რაც მახსენდება ეს ძალიან ადრე მოხდა რა თქმა უნდა და რაც მახსენდება რომ ღამის 3 საათზე მამაშენს როდესაც ეძინა შემოვარდებოდნენ ხარძიანი რა გაყვირებს ამ დროს ეძინა მამაშენსო გაყავდათო და მასთან ერთად რამოდენიმე კაცაც ხანდახან უწევდაო მთელი კამერა არ გავყავდითო ასე ვთქვათ მაგრამ რამოდენიმე კაც უწევდაო რომ არ გამოჩენილიყო ისე თითქოს მარტო ბესოზე იყო იქ აქცენტი ამის შემდეგ უკვე ეს ყველაფერი პრინციპში ისე ვთქვათ და ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ დიდი ხნის წინ აქ დარქმეული და ჩვენ ყველა სასამართლო ამაზე ალბათ მე იურისტებიც ესაუბრებენ ჩვენი ყველა სასამართლო მოგებული გვაქვს ყველა ინსტანცია და დიდი ხნის დამტკიცებული გვაქვს ჩვენი სიმართლე მაგრამ უნდა ითქვას რომ ეს დავალება მოდიოდა გიორგი უდესიანისგან ეს დაჭერა და შემდეგ უკვე ციხეში მასზე ფიზიკური ზეწოლა გიორგი უდესიანის ახლო მეგობარი იყო იმ დროინდელი გლდანის ციხის დირექტორი ალექსანდრე მუხაძე მოგიხსენებათ ზედმეტ სახელად კილერა არ ვიცი როგორ მოახერხა ამ სახელის ეს ხელი როგორ შეარქვეს არ ვიცი მაგრამ უკვე ნათელია კილერა რო ქვია ზედმეტ სახელად რისი გამკეთებელი ხარ ის იყო ადამიანი რომელიც ტყუების გარეშე კლავდა ადამიანებს ციხეში და აწამებდა და ამის ბევრი ფაქტი გვაქვს და მათ შორის ჩვენ საქმეშიც დევს გიორგი უდესიანის დავალებით ალექსანდრე მუხაძე მოქმედებდა დაავალა ვიქტორ ყაჭეიშვილს იმ პერიოდში რომ ორი სხვადასხვა კამერიდან გამოიყვანა თითო პატიმარი ნუ ეს პატიმრები რა თქმა უნდა არ იყვნენ ესე შემთხვევით არჩეულები მუშაობდნენ ციხეზე მუშაობდნენ ეს პატიმრები და დაავალეს ამ პატიმრებს ბესო ხარძიანის ასე ვთქვათ წვალება, წამება, არაადამიანური მოპყრობა, მენტალურად გატეხვა, ფსიქოლოგიურად გატეხვა და ეს დავალება მათ უნდა შეესრულებინათ. წინაღამდეგ შემთხვევაში ამ ადამიანებს ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. პირადად ალექსანდრე მუხაძე თუ ამით არ დაიწყებოდა, მოკლედ ბესო ხარძიანის წამებით არ დაკავდებოდნენ ეს პატიმრები. რა თქმა უნდა მე ზუსტად შეიძლება ეს თარიღები ვერ გითხრათ ეხა რომელ აპრილის თვეში ხდება ეს ყველაფერი. მაგრამ მათი მიზანი იყო რომ გიორგი უდესიანის მიზანი იყო რომ დაახლოებით ასე ვთქვათ 15 აპრილამდე რაღაცები მოეგვარებინა ამ შემთხვევაში კუსტის წილები იცულების წესით მიეღო და ძალიან ეს მანქანა ჩართვა, ციხის მანქანა ჩართო და ის ადამიანები საკმაოდ კარგად ასრულებდნენ ამ ყველაფერს. წავიდა უკვე ზეწოლა ბესო ხარძიანზე საკანში შესვლა თავში ჩარტყმები მაშინ როდესაც ეძინა თუ ეღვიძა ამას მნიშვნელობა არ ქონდა ვითომ რაღაც საქმის გარჩევები ესეთი ფაქტები შემდეგ უკვე კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგათ ამ ადამიანებს რომ მიეღოთ ასე ვთქვათ კუსტბაში შემავალი კომპანიის წილები, კუსტბა კალასა და კუსტბა პალაში, იმიტომ რომ ეს ცემატყეპა ხა არ უშველი და მარტო ხა ბესო ხარძიანი ამით არ მიხვდებოდა რომ წილები უნდა დაეთმო მხოლოდ. რამდენი ხანი გრძელდებოდა ესეთი ყოველდღიური ცემა და წამება? როგორც გითხარით, каранტინის ნაწილში 2 კვირის განმავლობაში, ჯერ მარტო каранტინში რო 2 კვირა ხარ, უკვე წამება თან იმ დროინდელ დანის ციხეში და შემდეგ პლუს რომ იმატებენ ციხლებს და სადღაც გაგზელდა ივნისამდე, იქამდე სანამ ყველაფერს, ანუ ეს წილები თვითონ აპრილში გადაფრთხილდა. მე ხა მიუყვები მესმის რომ ძალიან გრძელია თემა და მეც ვთილობ რომ თან რაღაცნაირად მნიშვნელოვანი
ასე თქვათ ისინი გითხრათ და მოდი მაშინ დავაზუსტებ მაინც ხალხი გვიყურებს და ანუ 16 თებერვალს მოხდა დაკავება ივნისამდე ანუ 5 თვე გრძელდებოდა 16 კი აი მადლობა ესე იყო პრინციპში პირველი აი როგორც გითხარით 15 აპრილამდე უნდა მომხდარიყო არ ვიცი ეს 15 აპრილი მათთვის რა სიმბოლური ნიშანი იყო უბრალოდ რაღაც დაგეგმილი ქონდათ ალბათ ეს 15 აპრილამდე უნდა მომხდარიყო ამის გადაფორმება და მოკლედ ბესოხარძიანზე მიდიოდა ზეწოლა ამ ზეწოლამ არაფერი ვერ გამოიღო გარდა იმისა რომ ფიზიკურად ასე თქვათ ანადგურებდნენ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო და შემდეგ უკვე მოიფიქრეს ესეთი რამ რომ გაავალა ალექსანდრე მუხაძემ ამ პატიმრებს რომ უნდა ეთამაშა ბესოხარძიანს საკანში ვითომ ეგრეთ წოდებული მაზიანი მოგეხსენებათ ახლა იმ დროინდელ ციხეში ჯერ მამაჩემს რა ეთამაშებოდა ახლა კარგად იცოდა რის გამოც იყო შიგნით და რაც ხდებოდა და რა ეთამაშებოდა ახლა საკანში და მით უმეტეს ვინ გაბედავდა იმ დროის გდანის ციხეში ამ თამაშს ხო ისეთი რეჟიმი ჰქონდათ დამყარებული რადიოს ვერ თავდნენ პატიმრები ელემენტარულს და ასე თქვათ მოუგონეს და მოუწყვეს თამაში ეს თამაში შედგა დიდი ხნის ასე თქვათ ზალდატანების შემდეგ იმიტომ რომ ბესოხარძიანი ამაზე არ თანხმდებოდა მას ორი პატიმარი ეჯდა ერთი თითქოს ვითომ მისიანი იყო და ნუ რა მოხდაო ეხლა გავერთოთო რა ვითამაშოთო რა საკანში ვართო ეხლა მაინც ამდენი წელი ბოლო დაითანხმეს ამ ზემატყებით და ზეწოლით რომ ითამაშეს და ესეთ რამეზე შეთანხმდნენ რომ როდესაც გავალთ გარეთ თავისუფლებაზე ციხიდან რესტორანში დავპატიჟებთ ერთმანეთს წაგებული პირი დაპატიჟებს მოგებულს რესტორანში აი ეს იყო შეთანხმება და ითამაშეს ნუ ეს უკვე შემდეგ სათავისოდ გამოიყენეს თავისი ჭკუით მუხაძე უკვე აქ ჩაერთო მუხაძის მოადგილე თუ არ ვწდები ალექსანდრე ჯანჯღავა მისი მოადგილე იყო დანისციხის დირექტორის და ესეთი რამე ასე ვთქვათ გაითამაშეს რომ მოკლედ დაიწყე ხა შენ საუბარი იმაზე რომ ეს როგორც დაპატიჟება კი არ მოგიგია ამ პატიმარს უთხრეს მოიგე როგორც რესტორანი როგორც ობიექტი ანუ ყველაფერს შვებოდნენ იმისათვის რომ ასე ვთქვათ კუსპამდე მისულიყვნენ ეს რესტორანი ეს ობიექტი ანუ აქეთკენ მიყავდათ ეს ყველაფერი და ბოლო რაღაცა მოიფიქრეს რომ ვითომ ქურდული სამყარო იყო ჩართული ვითომ ქურდებთან წერილი უნდა წასულიყო რომ ეს დავა მოეგვარებინათ იმიტომ რომ მამაჩემს რომ ასე ვთქვათ წაუყენეს ესეთი ეგრეთ წოდებული პრეტენზია რომ თქვენ ეს უნდა ჩაებარებინა მას ის არ იყო ამაზე თანახმა საერთოდ სხვა რამეზე ესაუბრებოდნენ და წავიდა უკვე ამ ვითომ ქურდულ სამყაროსთან ამის გარჩევა და რაღაცა წერილები დაწერეს ვით მამაჩემსაც რაღაცები დააწერინეს ვითომ ის და მოკლედ ესე მოხდა რომ ვითომ ქურდულმა სამყარომ გადაწყვიტა შეაფასა ეს რესტორანი $800,000 და მამაჩემი ამაზეც გაყვა კი ბატონო თუთვლით რომ $800,000 სადმე მაქვს რესტორანი მაქვს სადმე უბრალოდ ვინმესთან მისაცემი მამაჩემს მაშინ ქონდა ამის საშუალება და კი ბატონო ამ რესტორანს მე გადმოგიფორმებთ ეს არ მოეწონათ ეხლა რა თუნდათ ეხლა რაღაცა რესტორანი ხო კუსპაზე იყო აქ საუბარი და ეხლა რაღაც რესტორნის გადაფორმება ნამდვილად არ უნდათ მათ და ნუ მიხვდა ეხლა ალექსანდრე მუხაძეც რომ რაღაცა ისე საქმეს ვერ უსრულებდნენ ეს პატიმრები ბოლომდე ან ბესოხარძიანი ჭკუით ჯუბნიდათ მათ და ალბათ არ ვიცი ხა რომელი იყო ნუ ძალიან ეს პატიმრებიც თავიანთ წნეხში იყვნენ როგორი ხა რო გემუქრებიან გაუპატიურებით თუ ამას არ გააკეთებ ესე მოგექცევით და მოკლედ ერთი შეხვედრა იყო ეგრეთ წოდებულ მოსაცდელ ოთახში ციხეში სადაც უკვე ალექსანდრე მუხაძე თვითონ ჩაერთო ამ სიტუაციებში იმიტომ რომ უკვე უდესიანის დავალებით თქვენ მიხვდნენ რომ არაფერი არ იცვლებოდა რესტორანი უნდა და რესტორანს თავაზობდნენ ანუ უსტვამდე არ მიდიოდა საქმე და ესე უთხრეს რომ შენი ეგრეთ წოდებული მაზიანი ეს მისატანი $800,000 გადაიბარა გიორგი უდესიანმა ის მოგიგვარებს ამ პრობლემას და მისი ადვოკატი შემოვა და დანარჩენს გაიგებ გიორგი უდესიანის იმდროინდელი ადვოკატი დავით კვაჭანტირაძე ხვდება მამაჩემს და პირდაპირ ეუბნება რომ ამ პრობლემებს თვითონ მოგიგვარებს თვითონ
თომაც კეთილკაცად გამოგვესახა, ეხა იქ და რაღაც საგვარებდა. და რა სიტყვის ანაცვლოდ, ესეთი კითხვა დაუსვეს მამაჩემს და მამაჩემი რომ მიხვდა უკვე კაიხნის მიხვდარი იყო უკვე რასთანაც ჰქონდა საქმე და ამ შემთხვევაში რის გამოციჯდა ციხეში და ვინ ყავდა მას მტერი, პირდაპირ უთხრა რომ ნებისმიერ ამაზე თანახმავარ, მომიგვარეთ ეს პრობლემა. მაგრამ რა თქმა უნდა იცოდა რომ ეს თანხა ასეთ ქურდებთან არ მიდიოდა და არაფერი მას წაგებული არ ქონდა, ეს იყო ასე ვთქვათ მოგონილი თამაში. მოკლედ დაიწყო სადღაც უკვე 13 უფრო მანამდე კიდე ბესოხარძიანი ცოტა გავწდიმე რაღაც მოვლენებს და უფრო მანამდე გაიქცა საკნიდან ეგრეთ წოდებული შემოწმება პავერკას რო ეძახიან ციხეში წინა დღეს ჰქონდა ინფორმაცია რომ ამ პატიმრებისგან რომ თუ არ გადააფორმებ ბესო ამ წილებს, გუსტვის წილებს, ну პირდაპირ უთხრა უკვე აღარ უნდა მინიშნებები აღარ იყო, თუ არ გადააფორმებ ბესო ამ წილებს დაგვემუქნენ გაუპატიურებით. რა თქმა უნდა ხა 4 კედელში თავმოყარე კაცი როცა ზის, რა თქმა უნდა ძალიან რთული იყო ამის მოსმენა. და მეორე დღეს, როცა იცოდა მან რომელ საათზე შემოვიდოდნენ უკვე საბადრაგო სამსახური და ასე ვთქვათ შემოწმებას გააკეთებდნენ ამ საკნის, უნდა გაქცეულიყო. უნდა გაქცეულიყო ისიჯდა პირველ корпуსში და ასე ვთქვათ დეპენკამდე, რაც ადმინისტრაციულ დეპენკა ქვია, ადმინისტრაციულ შენობას იქამდე უნდა ერბინა და დაახლოებით, რა ვიცი, რამდენი კაცის იჯდა 3000 კაცი მოწმედ გაიხადა. რომ იყო ბესოხარძიანი, იყო კუსტვის მესაკუთრე, მას უპირებდნენ მოკლას და თავის ოჯახს, ასე ვთქვათ, უთვლიდა მოკითხვას. აი, ამ დონემდე მიიყვანეს კაცი. და შემდეგ უკვე აი რაც ვახსენე, უკვე აი კვაჭანტირაძის ნაწილი უკვე ციხეში შედის, ესაუბრება უკვე ამ რაღაც წილებზე, როგორ უნდა მოაგვარონ ეს ამბავი. დაამშვიდა, დააწყნარა, გიორგი უდესიანის ადვოკატზე მაქვს საუბარი, დავით კვაჭანტირაძეზე. და შემდეგ უკვე მინდობილობები გაკეთდა ილია ხარძიანზე, მამაჩემით დობით აღჭურვილ პირზე. საკუთარ ბიძაშვილზე გააკეთა გარეთ მინდობილობა, რომ უფრო ოპერატიული ყოფილიყო და ასე ვთქვათ, მალე მოგვარებულიყო ეს სიტუაცია, რომ წნეხი მამაჩემზე იკაჩერებულიყო. მოხდა უკვე ამ წილების დაახლოებით 15 აპრილს მოხდა, არა ბოდიში 20 აპრილს მოხდა ალბათ, 20 აპრილს მოხდა ამ წილების დათმობა. მამაჩემის გარდა სხვა ოჯახის წევრებსაც ჰქონდათ წილები გუსტვაზე, კომპანიის არსებული წილები, მის ძმას გია ხარძიანს ბიძაჩემს გარეთ გაუსწორდა გიორგი უდესიანი, როდესაც ბიძაჩემა მოთხოვა მას დახმარება, იმიტომ რომ იცოდა რომ გიორგი უდესიანის ახლო მეგობარი იყო იმდროინდელი სოდის ხელმძღვანელი დევი ჭელიძე. და გია ხარძიანმა სწორედ ამ მიზნით აურეკა, რომ თავის ძმისთვის იქნება ეშველა, კლავდნენ ციხეში და რამით ახმარებოდა. ეს პარალელურად ხდება, მე მესმის შეიძლება ხა თემიდან გადავდივარ, გადმოვდივარ და ცოტა გაუგებარი იყოს, ეს ხდება პარალელურად. მამაჩემზე ზეწოლა ხდება შიგნით, სანამ უკვე გია უდესიანი პირდაპირ ღიად გამოჩნდებოდა უკვე ამ თამაში. გია ხარძიანი ბიძაჩემი ცდილობს გარეთ რომ მოაგვაროს ეს პრობლემები და მას ურეკავს. გია ხარძიანმა გიორგი უდესიანმა დაიბარა ბიძაჩემი, დაპატიჟა თავისთან ოფისში. იქ ესწრებოდნენ გიორგი უდესიანის სიძე ზაზა გუგავა და გიორგი უდესიანის ნათესავი ზურაბ უდესიანი კიდე ესწრებოდნენ ამ შეხვედრას და ბიძაჩემი ავიდა თუ არა ამ ოფისში პირდაპირ მონიტორი მოუტრიალეს, ანახეს გია ხარძიანს ჩანაწერები, როგორ ცუდ კონტექსტში მოიხსენიებდა გიორგი უდესიანს და დაიწყეს ცემა. ამ სამმა ვაჟკაცმა მოკლედ გაიმეტეს სასიკვდილოდ, ამის სასიკვდილოდ მიიყვანეს გიორგი ხარძიანი და ცემეს და ასევე ისიც დაუბარეს, რომ დევი ჭელიძეს ეხლა ამოგიყვანთ თუ გინდაო, დახმარება ხო გინდოდაო, დაურეკა დევი ჭელიძეს, რომ აქ ამყავს და მოდიო, მაგრამ რამდენადაც ვიცი იბრძანდა იმდროინდელი დევი ჭელიძის მოადგილე დავით ტაბუცაძე
და წაქცეულ გიახარძიანს წიხლი დააყოლა ზემოდან და ისიც უთხრა რომ უკვე პირის მოსაბანად შეიყვანა. იქნება როგორ გითხრათ მოადგილე ახსენეთ სტატუსი და დევიჭელიძის მოადგილე კი ბატონო. დევიჭელიძე იყო სოდის ხელმძღვანელი იყო. კი ბატონო. და ასე ვთქვათ პირის მოსაბანად შეიყვანა ბიძაჩემი და იქ ეუბნებოდა რომ დროზე ხა თუ არ მიხედავთ საქმის დამწილებს თუ არ გადააფორმებთ შენ აქ მოკვდები შენ ძმას იქ მივხედავთ და მოკლედ კარგი მდგომარეობაში ვერ იქნებით. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით უკვე მოხერხდა ნოტარიუს ალექსანდრე კონსტანტინე ჯაფარიძეს თუ არ ვცდები, ნოტარიუს კონსტანტინე ჯაფარიძემ ძალიან სწრაფად, ძალიან ესე ვთქვათ ეფექტურად გააკეთა ეს ყველაფერი და სწორად ნახოს კვირა დღე იყო ზუსტად ყველაფერი დაკეტილი იყო, მაგრამ ყველაფერი ისე მოხდა რომ მაშინ ყველაფრის უფლება ჰქონდათ მათ და ეს კონსტანტინე ჯაფარიძე ვინ არის? ეს კონსტანტინე ჯაფარიძე იყო ნოტარიუსი, რომელმაც დაჩქარებული წესით ამ წილების საქმეს, ასე ვთქვათ, საბუთები მოკრიბა, შეკრიბა და დაჩქარებული წესით გააკეთა ეს ყველაფერი და სადღაც ეს არის უკვე 20 აპრილი, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ და ამ 20 აპრილს ხდება უკვე ამ ყველაფრის ჩვენი ოჯახის მხრიდან დათმობა, რა იწულებებსაც ქონდა ციხეში ადგილი და რა ვიცი მე კიდე ციხის ეპიზოდზე ძალიან ბევრი გამომრჩა კიდე, ძალიან ბევრი დროც გავიდა. ეგრეთ წოდებულ ფუქსებში წავდათ მამაჩემი, აი ზუსტად მაშინ რომ მოგიყევით, რომ გაიქცა თქო, საკნიდან გაიქცა თქო და დასაჯეს ასე ვთქვათ და 2 დღეღამე ამ ეგრეთ წოდებულ ფუქსში მდგომარეობაში იყო 40 დღე სამარტო საკანშიც ამყოფეს, ანუ ყველანაირი პირობა შეუქმნეს და კიდე 2 პატიმარი იყო, რომელიც უკვე სხვა 2 პატიმარი იყო, რომელსაც დაავალა ალექსანდრე მუხაძემ, რომ ბესოხარძიანზე ზეწოლა უნდა განეხორციელებინა. ეს იყო უკვე ივნისის თვეში დაათმობინა გიორგი უდესიანის დავალებით დაათმობინეს ვალი $100,000 თეიმურას ჭიჭინაძის მიმართ და ამაზეც უარს ამბობდა მამაჩემი და ზუსტად ამიტომ ამ 2 პატიმარს დაავალეს მასზე ზეწოლა და პირდაპირ უთხრა იცნეს მამაჩემი, ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ და მე ჩვენო შორიდან გიცნობთო და ჭკვიანი კაცი ხარ და რამე მოიფიქრეო თქვენი ცემა გვაქვს დავალებულიო. და მამაჩემმა მოიფიქრა ის რომ ასე ვთქვათ ცემის იმიტაცია მოიგონა, მამაჩემი ვითომ დაწვა, ესენი ვითომ ურტყავდნენ, ყვიროდნენ და ასე ვთქვათ აი ესეთ რაღაცა მოიფიქრეს რომ ყველა ასე ვთქვათ მაყოფილი ყოფილიყო, მაგრამ აღმოჩნდა რომ მამაჩემი იყო სპეცპატიმარი იმ კამერაში, სადაც მამაჩემი იყო ვიდეო თვალი და კარგად დაინახა იმ დროინდელმა სასჯელ ახსრულებამ, რომ ეს იქ თამაში მიმდინარეობდა და არანაირი ცემას არ ჰქონდა იმ მომენტში ადგილი, რა თქმა უნდა, არ ვიცი ხა ის 2 ბიჭი ალბათ პატივცემდა შორიდან იცნობდა ბესოხარძიანს და ასე ვთქვათ რაღაცა გვიშველეო ჩვენს. მოკლედ დაინახეს ეს შემოუვარდნენ სამივე კალახეს ძალიან მაგრად ცემეს, სამივე აყურებინეს პლუს მამაჩემს თავის შვილის ტოლობიჭების ცემა დღება აყურებინეს, რომ აი შენ გამოეხავ ესენიო დაისჭებიანო და მე უკვე იძულებული გახდა ისიც რომ ხელი მოეწერა იმ ვალის დათმობაზე რაც წეღან ვახსენე $100,000 და რა ვიცი აი ეს არის რა ვიცი ციხის 2 წლიანი ისტორია, ვეცადე რომ რავი რამოდენიმე წუთში მომეყოლა, არ ვიცი რამდენად მოვახერხე, მაგრამ ეს იყო და შემდეგ უკვე რა ვიცი გრძელდება ეს ისტორია და ჯერ კიდევ არ დამთავრებულა მე ესე ვიტყოდი რა. ბესო სანამ დაამთავრებთ ეს ყველაფერი როდესაც გადაიფორმეს გიორგი უდესიანზე რო გადაფორმდა, ამის მერე რამდენ ხანში დატოვა მამამ საპატიმრო? და რა შესწავლა? უდესიანმა? არა, მამამ.
საქართველოს კითხვა ვერ გავიგე ბოდიში. როდესაც უკვე ეს იწულებით დაათმობინის ყველაფერი რაც უნდათ, ამის მერე რა დროის შემდეგ დატოვა მან საპატიმრო? საპატიმრო უცებ რო დავასრულოთ ბარემეს. კი. მამა ჩემმა საყვარელი დატოვა 2012 წლის 6 დეკემბერს პატრიარქის შუამდგომლობით. სხვათა შორის ჩემი დაბადების დღეა და საჩუქარი გამიკეთა და 6 დეკემბერს როდესაც მოხდა პოლიტიკური ცვლილებები, რა თქმა უნდა, ბესოხარძიანის გამოშვება სიმციხიდან არ აპირებდნენ და ეს ახლა არ ვიცი ზოგი პროკურატურის საქმეში ზუსტად რა არის, როგორ არის, მაგრამ ეს ინფორმაცია ყველას ჰქონდა და მამა ჩემსაც რომ მას უპირებდნენ შიგნით მოკლას. არავინ არ უპირებდა გამოსვლას, იმიტომ რომ იცოდნენ მისი ხასიათი, რომ ის არ გაჩერდებოდა ბოდიში გამოთქმისთვის და ის არ შეიწერდა არაფერს, ისაც მისი იყო, ისაც მისი ნაწვალები იყო, ის არ დაუთმობდა ამას არავის და ხრა სჭირდებოდათ ბესოხარძიანი და დანიციხეში უნდა, ასე ვთქვათ, ყოფილიყო ბესოხარძიანი ბოლომდე, ასე ვთქვათ და შემდეგ უკვე უნდა მოეკლათ, მაგრამ აი გაქცევის ეპიზოდი ზუსტად ციხის ერთ-ერთი გაქცევის ეპიზოდი ესეც იყო ზუსტად, რომ რაც ვახსენე უკვე სწორად გადაავადა თავისი, ასე ვთქვათ, სიკვდილი გადაავადა ეს ეგ პერიოდია და შემდეგ უკვე ბიზინა ივანიშვილი განცხადებას აკეთებს პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით და აღარ ეცალათ იმათ უკვე ხარც ბესოხარძიანისთვის არ ეცალათ, აღარც კუსპისთვის არ ეცალათ, უკვე გადაერთნენ ამ ადამიანზე და რომ ასე ვთქვათ არ დაიკარგათ ხელისუფლება და თვითონაც მამა ჩემაც ასე ვთქვათ აი ეს გადავადება თავისი სიკვდილის გადავადება მოახდინა იმითი რომ 3000 პატიმარი ხა მათ უნდათ თუ არ უნდათ მოწმე გახდნენ იმისი რომ ბესოხარძიანი ეზოში იდგა დაყვიროდა და ალბათ არ ვიცი გლთანიდან გაქცეული კორპუსიდან კორპუსში არ ვიცი ამაზე ცალკე მოხდა ალექსანდრე მუხაძისგან პირადად რომ შენო ამდენ პატიმარს დაანახეო ციხიდან როგორ უნდა გაქცევაო და მე შენ განახებო და ნუ მოკლედ აი ესეთი პირობები იყო იმ პერიოდში სამწუხაროდ. მადლობა. დიდი მადლობა მინდა გითხრა ეს მოვძანებისთვის და კიდევ ერთხელ მე ძალიან კარგად მესმის ის სირთულე რომელიც ამ რამოდენიმე წუთში გადმოეცი, თუმცა ეს არის ცხოვრების ის მონაკვეთი, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის განსაკუთრებით ძალიან დიდი ტკივილის მატარებელი არის და მესმის ემოციურად როგორი რთული არის მორიგჯერზე კიდევ ერთხელ გახსენება აი ამ წარმოუდგენელი სისასტიკისა, რომელიც რაც პრინციპში მოცემულობა არის ის რომ მთლიანად სახელმწიფო მანქანა იყო დაჯახებული მამა თქვენთან და ის უკან არაფერზე არ იხევდა და გამოშდა კიდევაც. კითხვა მექნება პირველ რიგში თქვენ ბრძანეთ რომ პირველი ასე ვთქვათ, როდესაც დაიწყო ეს ყველაფერი. დაიწყო ზურა ადეიშვილისთან შეხვედრის დროს, ხო, ასე ვთქვათ, მათ პრეტენზიები თუ სურვილები ქონებასთან მიმართებაში წამოაყენეს ზურა ადეიშვილთან შეხვედრისას. ხო, ზუსტად ესეა. კი ბატონო. და შემდეგ ხდება ის რომ მამა თქვენ იწყებს მოძრაობას, ასე ვთქვათ, მათი ულტიმატუმის დაკმაყოფილებისთვის. ასეა, ხო? ხო, ესე იგი, საზოგადოებისთვის რო იყოს ნათელი, ამიტომ გითხულობ ამას. რა თქმა უნდა, ეხლა თქვენის პირი არ ახართ, რომელიც უშუალოდ იმ შეხვედრას ესწრებოდა და აღქმის დონეზე გაიგებდა, მაგრამ სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირთან შეხვედრაზე ხდება ულტიმატუმი, რომლის შედეგადაც ბიზნესმენი, მოქალაქე იწყებს, ასე ვთქვათ, მათი ულტიმატუმის წაყენებას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ასე ვიგებთ, ხო ესეა? კი ბატონო. დიახ, და გენპროკურორი არის, ანუ პირდაპირ ვთქვათ, ეს არ არის ვიღაც საზოგადოებისთვის კიდევ თავარი სამართალ დამცავი. კი, კანონს არ ყვევს ამ. მოქალაქეს, ბიზნესმენს, სხვას, ყველას აბსოლუტურად ასეთი რეკეტური
ულტიმატუმის აყენების დროს ვისაც საპირისპირო უნდა კონდეს და ამაზე რეაქცია უნდა კონდეს და იცავდეს პოზიტიურად აი ამ თავარი პირისგან გენერალური პროკურორისგან რომლის იქითაც ალბათ არავინ აღარ არის ხდება რეკეტული ულტიმატუმის აყენება კი ბატონო ესე იგი გამოდის ჩვენ შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ რომ სხვა გზა უბრალოდ აღარ ქონდა დარჩენილი გარდა იმისა რომ აი სადღა უნდა ან სამართალი ეპოვა ან დაუშვათ სადმე ეჩივლა ერთადერთი იძულებული იყო რომ ამ ულტიმატუმს დამორჩილებოდა და დაიწყო ამ ულტიმატუმის შეძლების დაგვარად შესრულება ასეა ხო სწორად კი ეს კეთილი ერთ რამეს დავამატებ აი ზურაბადეიშვილის ნაწილში სწორად ახსენეთ ყველაფერი რომ ის იყო იმ რეჟიმის ასე ვთქვათ იდეოლოგი მათი ტოპ-ტვინი ეგ იყო დღეს ხმარობენ ხოლმე ტოპ-ტვინებს და ისეთი აქტუალურია და მათი ტოპ-ტვინი იყო ის და ზუსტად მისი ბიზნესის ეწოლა იყო ასე ვთქვათ მისი იდეოლოგიის ქვეშ მან მოიფიქრა ბიუჯეტს ამითი ავსებდნენ რა ვიცი რა იმაზე აქვთ ხოლმე აქცენტები ხა არ მინდა ისე რაღაც პოლიტიკური განცხადებები გამომივიდეს მაგრამ ესე იყო ბესო ხარძიანისნაირი ბიზნესმენებისგან ავსებდნენ ბიუჯეტს ართმევდნენ ისნაირ ბიზნესმენებს რაღაცა ნაწილი კი ბატონო ბიუჯეტში შექონდათ რაღაცას გადახურავდნენ რაღაცას გადმოხრობდნენ ზოგი სახე ნაწილი სახში მიქონდათ მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სულ ქვეყანას მოხმარებოდა ის არ არის სწორი რომ თქვენ წაგართვათ და თუნდაც სახელმწიფო ამით ავაყავ არც ეს არ არის სწორი და რა ყვავის კი ვხედავ კიდე ცალკე ამბავია დღემდე ვინკით ყველაფერს როგორც ოჯახები ცალკე ისე სახელმწიფო დიახ აი ნახეთ სრული სურათს ახლა მამა თქვენი არ იყო ის პიროვნება რომელიც ასე ვთქვათ და ეს არა მარტო სხვა გარემოებით პირველ რიგში იმ გარემოებით არის დადასტურებული რომ მანქანა ჩაერთო მის წინააღმდეგ ანუ არ იყო ის პიროვნება რომელსაც ადვილად ასე ვთქვათ ვიღაც რიგით შეხვდებოდა კი თუმცა ასეთებიც ბევრი იყო იმიტომ რომ სახელმწიფო მანქანა იყო ჩართული ამაში იმ პერიოდში სისასტიკეში და ის ეთყოდა რომ ეხლა ეს უნდა გააკეთო და მამა თქვენი ამას ადვილად გააკეთებდა. აი თქვენ ბრძანეთ რომ მან იცოდაო რომ იძულებული გახდაო თუ არა და ნუ გასაგები იქნებოდა რითაც დამთავრდებოდაო. დაუშვათ რო წარმოვიდგინოთ რომ კი გენერალური პროკურორი არის რა თქმა უნდა თავის სიმძიმე აქვს ამას და განუზომლად დიდი სიმძიმე აქვს როდესაც გენერალური პროკურორი რეკეტულ ასე ვთქვათ ულტიმატუმს გიყენებს რომ და ადგეიხა და ქონება მისცე ვინმე სხვას და წაგართვას მაგრამ აი თქვენ ბრძანეთ რომ ანუ კარგად იცოდაო ანუ ცნობილი იყო ის ასე ვთქვათ რომ ესენი რასაც იტყოდნენ ამ უქარის შემსრულებლები იყვნენ ეს გაკეთებული ჰქონდათ სხვა დროსაც და ანუ მამა თქვენმაც ძალიან კარგად იცოდა რომ ესენი უბრალოდ ასე ვთქვათ მუქარად ან სიტყვებად კი არ დარჩებოდა ეს რეალურად განხორციელდებოდა წინააღმდეგ შემთხვევაში თუ არ იქნებოდა ულტიმატუმი დაყენებული დაკმაყოფილებული კი ბატონო ასეა ალბათ ხო ესეა თუ მაქვს საშუალება კომენტარის სახით კიდე გავაგზავნით პასუხს კი რა თქმა უნდა ჯერ ერთი გენერალური პროკურორო თავის ასე ვთქვათ კაბინეტში დაგიბარებს და ამას გეტყვის იმის იქით მიღა უნდა გითხრას ხო ანუ მიღა უნდა დაგემუქროს უკვე რა თქმა უნდა ის ანგარის გასაწევია იმ მომენტში როცა გეუბნება რომ ესე არა ანუ ჩასარიცხი მოსატანი გაქვს რა ეს ერთი და რა თქმა უნდა თქვენ რაც ახსენეთ ეს მამაჩემის ფაქტი პირველი არ იყო არც უკანასკნელი და ესე ამიტომ ახსენეთ ის იყო მათი ტოპ-ტვინი და ესე ამუშავებდნენ მას ესე ამუშავებდნენ სახელმწიფოს რომ უნდა წაერთვათ ბოლოს უკვე ისე იყვნენ ისინი რომ რა თქმა უნდა ისეთი ადამიანებს და ბიზნესმენებს ირჩევდნენ რომლის უკანაც რაღაცა იდგა ქონება იდგა რაღაც საშუალება იდგა მატერიალური მაგრამ უკვე ბოლოს ესენი რო დამთავრდა ეს ხალხი უკვე ისეთ ხალხზე გადავიდნენ მე ბევრი მსმენია რავი ამ ქალაქში ვცხოვრობ მეც თქვენთან ერთად და ყველასთან ერთად და თქვენც მსმენიათ ალბათ რა ვიცი მეთონეებთან მისულან მეტორტეებთანაც მივიდნენ ბოლოს და რა ვიცი ახლა ერთმანეთში კიდე ვისაც მიდიოდა კიდე ცალკე ამბავია მათი ძალიან უპრინციპო ხალხი იყო მოკლედ ძალიან და ძალიან პროტი ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ნახეთ წამება არის თავისი ასე ვთქვათ დანაშაულის ხარისხისთვის არის ასე ვთქვათ ყველაზე
ერთ-ერთი მაღლამდგომი იერარქიაში თუ ეს შევაფასებთ დანაშაული. მაგრამ თქვენთან მიმართებაში არც თუ ისე იშვიათად ასე ვთქვათ იშვიათ შემთხვევაში დგინდება ხოლმე სასამართლოს სტანდარტის წამების ფაქტი. მაგრამ თქვენთან მიმართებაში დადასტურებული არის წამების ფაქტი. თავის ხანგრძლივობით, მეთოდოლოგიით, ყველაფრით. სამართლებრივად ეს არის ნამდვილად. მაგრამ თქვენთან მიმართებაში ხვდება რომ რამოდენიმე ათეულად რაც დადგენილი არის რამოდენიმე ათეულ შემთხვევას ჰქონდა ადგილი წამებისა, რომელიც ძალიან ხანგრძლივ დროს მოიცავდა და არა ადამიანურ მოპყრობაზე ხო საუბარი ზედმეტი არის. და ნახეთ, როდესაც გადაფორმება მოხდა და დასრულდა, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში ეს ტრანზაქცია, მაგრამ თქვენთან მიმართებაში, ან როდესაც ეს ქონების, ასე ვთქვათ, ეს რეიდერული ამბავი დაასრულეს, წამებას და სხვა სახის, ასე ვთქვათ, არაადამიანური მოპყრობას ადგილი არ ქონია. ციხის, ესე იგი, სადის ნომერ მერვე დაწესებულებაში. ესე იგი, გამოდის რომ თქვენი ინფორმაციით, აი როგორ იცით რომ ამის შემდეგ მამა თქვენს მოუწია გარკვეული პერიოდი კიდევ ციხეში ყოფნა, მათ დაასრულეს თავისი, ასე ვთქვათ, ეს წამების საქმე, მიიღეს ქონება და უბრალოდ მამა თქვენი ყავდა, თქვენ რაც ბრძანეთ ეხა რომ განზრახული ქონდათ რომ ის შეაძლო ლიკვიდაცია, იმიტომ რომ აღარ აწყობდათ ინფორმაციის, მაგრამ არ დათმოვდა საბოლოო ჯამში ყველაფერს. გამოდის რომ ხელისუფლების ასე ვთქვათ ცვლილების კონტურებმა ბატონი ვიძინა ივანიშვილის განცხადება მოიყვანეთ თქვენ ხელი შეუშალა ასე ვთქვათ აღარ ეცალა სახელმწიფო რეპრესიულ მანქანას იმისთვის რომ მამა თქვენისთვის და მის ნაირი ადამიანებისთვის, ასე ვთქვათ, მოეცალა და ესდია, ანუ გადაერთო სხვა ვექტორი. საარჩევნო წელი მოდიოდა და გადაერთნენ, კი ბატონო, ესე იყო. დიახ. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. ყველას ალბათ ნათელი არის, რასთან გვაქვს საქმე და მე მინდა გისურვოთ, რა ვიცი. ოჯახს ხნეობა და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. თქვენს გაქვთ კომენტარები, იმიტომ რომ რაღაც თქმა მინდა და თუ არა, ბოლოს ვიტყვი, არ არის პრობლემა. ჩვენ ყველას გვაქვს შეკითხვები და თუ გნებავთ დრო და დრო გაგვეცით პასუხი, ხან გამოშვებით, თუ გნებავთ ბოლოს. არ არის პრობლემა, ისმენთ. უმძიმესი ისტორია მოვისმენთ, მართლა უმძიმესი და მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან გახმაურებული საქმეა, თითქოს ყველაფერი ვიცოდით, მოსმენილი გვაქვს არაერთხელ და მსგავსი ისტორიები სხვაც ბევრი მოგისმენია, რომ გისმენთ, აი თავიდან ცოცხლდება რა სისასტიკე იყო, რა რეჟიმი გამოვიარეთ და რა წამება გამოიარა მამა თქვენმა და კარგად მესმის თქვენი მდგომარეობა, ამის გახსენება რამდენად მძიმეა თქვენთვის ან თქვენი ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ახლა შეიძლება ტელევიზორს უყურებენ და გვისმენენ ამ ყველაფერს. წარმოუდგენელია, რომ ადამიანი ხადეიშულზე ლაპარაკობდა ჩემი კოლეგა და თქვენ სახსენეთ მანამდე და ეს არის ის ადამიანი, რომელიც დღეს იგივე ევროდერეფნებში რაღაც პატივით იღებენ და რჩევას ეკითხებენ რაღაც ადამიანის უფლებებზე. მე კარგად მახსოვს, სწორედ 2006 წელი იყო, თუ არ ვცდები, როცა ტრაბახობდა, რომ 600 მილიონი შევიტანე წელს ბიუჯეტშიო, აი ესეთი მტაცებლური მეთოდებით. და როცა 600 მილიონი ბიუჯეტში შექონდა, იქვე უნდა ვიცოდეთ, რომ მეორე 600 მილიონი მათ ჯიბებში ნაწილდებოდა, ის ზუსტად ისევე როგორც მამა თქვენის წილები გადაუფორმეს ვიღაცებს და ისიც კარგად იმ 5 მილიონზე ვარის თქმა რო არ შეიძლებოდა, ესეც კარგად იცოდა ყველამ, იმიტომ რომ ზუსტად თემა იყო ესეთი 5 მილიონს თუ რაღაცა ზოგს 50,000 ზოგს შეიძლება 10 მილიონი ეტყოდნენ თუ არა რომ გადასახდელი გაქვს პირველივე ვარზე თანხა ორმაგდებოდა და მერე მთავრდებოდა საპყრობილით და წამებით. ამიტომ ყველამ იცოდა რომ ვარის თქმის შანსი არ ჰქონდათ და ეგ იყო მართლა ყაჩაღობა დაკანონებული და რამდენი იყო ის 600 მილიონი რო წარმოვიდგინოთ მაშინდელი ბიუჯეტისთვის, მაშინ არ იყო საქართველოს ბიუჯეტი 28 მილიარდი როგორც დღეს არის. იყო თქვა 3-4 მილიარდის ფარგლებში, ანუ დაახლოებით 20% ბიუჯეტის შედგებოდა აი ამ წართმეული თანხებისგან. ხო,
ერთ პატარა შეფასებავსავით გამომივიდა და უბრალოდ უდესიანთან დაკავშირებით მაინტერესებს თუ არსებობს ინფორმაცია, რასაც ის აკეთებდა. იგივე რომ აი ასეთი წვდომა ქონდა ციხეზე მისი დავალებით ციხეში, თქვათ შეეძლოთ ადამიანი ეწამებინათ და ეს წამება თვეობით გაგრძელებულიყო. როცა ის იფორმებდა ამ წილებს, თავისი ინტერესით მოქმედებდა თუ ვინმე იდგა მის უკან და ეს კოლექტიური ნაცმოძრაობის ინტერესი იყო ან ვიღაცა თანამდებობის პირებით. გვაქვს ამაზე რამე ინფორმაცია ან სასამართლოს დადგენილებით ან ოჯახს თუ გაქვთ ინფორმაცია, ეს მაინტერესებს. სასამართლო დადგენილებით არა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხა ეს ერთობლივ როცა ციხე ჩართულია, როცა მანამდე სოდი, კუდი ჩართული ყავს, ეს ხო სისტემის ის არის. ეხლა ის წილები გიორგი უდესიანს მე სად უნდა გაენაწილებინა თუ არ უნდა გაენაწილებინა, ეს უკვე ცალკე ამბავია, მაგრამ როცა ციხეში გირტყავენ, როცა სოდი წამალს გაყრის პირში, როცა სასამართლო და პროკურატურა 8 წელს გირჩის, ეს ხო ერთობლივად, ანუ ერთი ხელით მოდიოდა, რა თქმა უნდა, თორე თუ უშუალოდ იმას მიკითხებით, ხა ეს გიორგი უდესიანს მოუნდა თუ სახელმწიფოს მოუნდა, სახელმწიფომ დაიწყო ზუსტად აი ადეიშვილი მაგითო. სახელმწიფოს არა, მაგრამ თანამდებობის პირებს, რომლების ნაწილსაც არ. ნახეთ როგორი აი ბოდიში, როგორი ასე თქვათ ილეთი ჩაატარეს და ზურაბ ადეიშვილმა $5 მილიონ როცა მოსთხოვა, მას გადახდილი ქონდა. რაში გადაიხადა, რომ უნდა შეშვებოდნენ. ხო, ნუ მაშინ ესე იყო, მაშინ ესე გვესმოდა, რომ თუ რაღაც ნახას გადაიხდიდი, მაშინ ნუ შეგეხებოდნენ. თან ზუსტად იცოდა ადეიშვილმა თქვენ წერას სწორად შეაფასეთ ადეიშვილზე ყველაფერი და ეს დავამატებ, რომ ზუსტად იცოდა ვისთვის რამდენი მოეთხოვა. იმაზე მეც არ მოთხოვდა, მაგრამ არც იმაზე ნაკლებს არ მოთხოვდა. ნოლზე დაკტოვებდა, მაგრამ სწორად შეგიფასებდა, სახლი ქონდა, რა ვიცი, კუსტმა ქონდა თუ რამე სხვა ქონდა, სწორად გიფასებდა ყველაფერს, ან იმიტომ ვეძახი ტოპტვინი იყო, ეგ მათი ტოპტვინი იყო და ხო აზრი გამექცა ხა რაღაცის თქვა მინდოდა კიდე ხა უდესიანის ნაწილში. ხო, ნუ პრინციპში ეს იყო და შემდეგ უკვე ვისთან რა უნდა გაენაწილებინა, მაგრამ რამდენადაც ვიცი უდესიანმა, როდესაც ადეიშვილმა ეს $5 მილიონ მიგვატანინა და შეგვიქმნა ის პირობა შეუქმნა მამაჩემს, რომ ბანკში ჩაიდო, ხო, ანუ ინგლისური კომპანია ვახსენე, იქ ჩაიდო კუსტბა, ეს ნახავ გადასახდელი იყო, ხო, ამ ინგლისურ კომპანიას ჩვენი ოჯახისთვის და მამაჩემისთვის ეს $5 მილიონი ხო არ უჩუქებია, გვათხოვა დროებით, ხო, და ეს ნახავ როცა იყო გადასახდელი, მამაჩემა დაიწყო უკვე პარტნიორის ზებნა და ხელოვნურად ვისთანაც მიდიოდა ბიზნესმენებთან, ცნობილთან, არაცნობილთან, ვისაც ჰქონდა იმის საშუალება, რომ 50% შეეძინა იმისანაცვლოდ, რომ ეს ვალი გაესტუმრებინა, რომელიც ადეიშვილმა ხელოვნურად დაადო, ისე აღმოჩნდა, რომ ამ ქალაქში მარტო გიორგი უდესიანი თავის პარტნიორთან ერთად რეზო ქურაზბედიანია ესეთი ადამიანი, მარტო ისინი აღმოჩნდნენ ამ თანხით. ყველა თავიდან მოდიოდა, ნუ ეს რა თქმა უნდა მას ახლა ნახე რომ თხმურობთ, ყველა მოდიოდა, რა თქმა უნდა, მამაჩემის წინადადებაზე, რომ გადაიფარა ეს პრობლემები მოიგვარებინა ამ ინგლისურ კომპანიას და შემოსულიყვნენ კომპანიაში, მაგრამ რატომღაც მეორე მესამე დღეს ეს ჩერდებოდა. ეს აჩერებდნენ ხელოვნურად. და ჩვენ რაც მოვიგეთ ის ციხეში წართმეული წილია, მაგრამ ის წილი რაც ერთი შეხედვით კეთილსინესერად აუთ ნაყიდი, არ ვიცი რამდენად ეს სამართლებრივად შეიფუთება მე, მაგრამ არ ვიცი პირველად ვამბობ და ვფიქრობ რომ იურისტებთან ერთად გავივლი და აუცილებლად ესეც ზდავის საგანი გახდება. უსტვის ნაწილზე ვსაუბრობ, ანუ ჩვენ ვსაუბრობთ პირველად ვამბობო რაზე ვბრძანებ და ჩვენ დავდით 50%-ზე, ასე მარტივად რო ავხსნათ ახლა აქ პროცენტებზე და რაღაცებზე ასაუბარ და მესმის რომ შეიძლება პირველი 50% მათ შეიძინეს, ონც იძულებულები გაგხადეს, ანუ თავისმა მეგობარმა ვალი დაგვადო, ამათმა ვითომ კეთილსინესერები იყიდე, კეთილსინესერმა ბიზნესმენებმა, როგორც კეთილსინესერმა ბიზნესმენებმა ისე იყიდეს. ამაზეც ვფიქრობ, ბატონო? მანამდე წილი არაფერი არ ქონდა, არა. მანამდე წილი არ. ველერულად ჩაიგდეს ხელში. აბარა, ერთმა მეგობარმა. ეს რომელ წელს იყო? სადღაც აი წლებიც ძალიან ახლოს არის, 2008 წელს შემოვიდა ეს ვაჟბატონი უდესიანი კუსტბაზე. წილში შემოვიდა და მოდით კოლეგებს ვიმართავ, ბოდიში ბატონო ბესო. ბატონ გურამს აქვს კითხვა, შემდეგ ბატონ ილიას, ასევე ბატონმა პაატა მithova, შემდეგ ითხოვა სიტყვა ბატონმა ალეკომ და ბატონმა თენგიზმა. ბოლოს მეც დავსვამ კითხვებს და კარგი იქნება რომ ცოტა უფრო სწრაფად წავიწიოთ წინ, ვინაიდან თქვენ მიერ ხსენებული ბატონი
ზაზა გუგავა უნდა ჩაგვერთოს ნომერ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად, ვინაიდან ის ფიგურირებს ამ საქმეში, ის ამჟამად სასჯელ აღსრულების სისტემაში იმყოფება და მასაც უნდა მოვუსმინოთ. ამიტომ თქო ბატონ გურამს რომ დასვას თავისი შეკითხვა. დიახ, მადლობა. ორი კონკრეტული კითხვა მექნება ბატონ ბესო. პირველი, თქვენ თქვით რომ 2006 წელს დაიწყო ეს ისტორია და ნუ კონკრეტულად თანხაც დასახელდა, რა თანხა უნდა მიეტანათ. ნუ გასაგებია რომ ეს თანხა მიიტანეს და მერე უკვე ჩართეთ 2011 წელი, როდესაც თქვათ ვარაისხევში დახვდნენ და ნუ ასე ვთქვათ ფიზიკურად იძალადეს და ნუ შემდგომ მოთხოვეს უკვე რაც მოთხოვეს, მაგრამ საინტერესო რა არის საზოგადოებისთვის რომ ვთქვათ იმ 5 მილიონის მოთხოვნის შემდგომ რომელიც გადაიხადა მერე ამ 2011 წლამდე პერიოდში რამეს თხოვდნენ და არაკეთებდა და ამიტომ დახვდნენ ვარაისხევში და ფიზიკურად იძალადეს რომ ვითომ ნარკოტიკები ქონდა მიღებული რომ გავაგრძელებ, ესე იგი აი ამ 2006 წლიდან 2011 წლამდე, როცა უკვე გადახდილი აქვს 5 მილიონი, რამე იყო, რასაც თხოვდნენ და არ შეასრულა და ამიტომ მოხდა ფიზიკური ძალადობა ვარაისხევში, თუ უბრალოდ პირდაპირ ესე მივიდნენ და დაუწყეს ეს მოთხოვნა. ეს ერთი კითხვა და მაგრამ მეორე კითხვასაც დავსვავდა. თქვენი ცნებართვით ერთიანად რომ გავხსნათ პასუხი. ასევე ახსენეთ თქვენ რომ ეხა რა თქმა უნდა ჯერ ისედაც ცნობილი უნდა ყოფილიყო მაშინდელი სახალხო დამცველისთვის ასეთი ტიპის შემთხვევები, მაგრამ როდესაც მით უმეტეს ახსენეთ რომ მამა თქვენი გამოვიდა და ათასობით პატიმარმა გაიგო ეს ყველაფერი და ბუნებრივად იქ ოჯახები გაიგებდნენ და ასე შემდგომ სახალხო დამცველისთვის ეს აუცილებლად ცნობილი უნდა ყოფილიყო. ერთხელ თუ მაინც იყო შესული სახალხო დამცველი მამა თქვენთან და მოიკითხა თუ არა კი ბატონო გიორგი ტუღუში იყო მაშინ სახალხო დამცველი და ბუნებრივად ეხა ცნობილი იქნებოდა ყველა შემთხვევაში მისთვის და მეორე კითხვა ეს არის ერთხელ თუ მაინც თვითონ ან შევიდა ან მისი წარმომადგენელი თუ შევიდა შეიძლება ხო გაგცეთ პასუხი მოდი ბოლო კითხვიდან გაგცემთ პასუხს მეორე კითხვა რაც დათვის ციხის ნაწილში გიორგი ტუღუში თვალით არ უნახავს ამაჩემს მე რამდენადაც ვიცი ეხლა ტყუილს არ ვიკადრებ და რამდენადაც ინფორმაცია მაქვს თვალით არ უნახავს გიორგი ტუღუში ვინ ანახებდა არ მისი წარმომადგენელი არა რა თქმა უნდა ვინ ანახებდა ეხლა თვითონაც კარგად იცოდნენ ეხლა იმ პერიოდში რომ სამსახურები ქონდათ მაგრამ არაუფლება დამცველებზეა საუბარი ხა უცხოელები ყავდათ ჩამოყვანილი მამაჩემის ისტორია ერთ-ერთი ციხიდან უცხოელები ჩამოიყვანესო და ანახებდნენო როგორი მაგარი ციხე იყო გდანიო იქო ჩაიყვანესო იქ სამ რაღაცები ანახესო და ათვალიერებინესო და მეცინებოდა ჩვენ რა დღეში ვიყავით ზემოთო და იქ უცხოელები დადიოდნენ და ანახებდნენ თურმე რა მაგარი ციხე ქონდა. ნუ რა თქმა უნდა ეხა მე რომ არ ავწდე თქვენი შეკითხვის შინაარს მსგავსი არაფერი არ ხდებოდა. რაც შეეხება პირველ შეკითხვას მამაჩემს თხოვდნენ თუ არა ესე რამე იქიდან დაიწყო საიდანაც მოვყევი ესე ვერ მოთხოვდნენ იცოდნენ მისი ხასიათი იცოდნენ მისი ღირებულებები პრინციპები და ძალიან კარგად იცნობდნენ მას და ზუსტად ამიტომ წამალიც ამიტომ ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება შეეძლოთ იარაღი ჩაედოთ მაგრამ ნუ იარაღზე შეიძლება იფიქრა ხა საზოგადოებას ხა სვანიკაცია დიდი ამბავი ახლა იარაღი თუ უდევსო ისიც რა თქმა უნდა დანაშაულია განა ამას არ ვახდენ რამის მაგრამ აი ესეთი ის ჩაუდეს ზუსტად რაც ყველაზე მეტად ეზიზღებოდა ის დააბრალეს ყველაზე მეტად რაც ეზიზღებოდა და რაღაცა ასე ცირკში ამოგვაყოფინეს თავი სადაც თვითონ და რაღაც სამალავში მანქანაში ეგრეთ წოდებულ მაშინ მერსდესის ავტომობილი ყავდა და იქ სპეციალური სამალავი ჰქონდა რა ვიცი მერსდესი ეგეთ მანქანებს არ უშვებს სპეციალურ სამალავიან მანქანებს და ნუ რაღაცა ისეთ სიგიჟეში ვიყავით და პირდაპირ ასე თქვა დაიჯახნენ და მათი გადმოსახედიდან სწორად დაიჯახნენ მასთან არ გავიდოდა ეხა ეს საუბარი ესეთი რბილი საუბრები და პირდაპირ იცოდნენ ვისთანაც ჰქონდათ საქმე და ასე თქვა პირდაპირ პასუხი ნათელია და გასაგებია ბატონო ილია გთხოვთ მოგესალმებით კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის და ყველაფრის გახსენებისთვის მეორე კითხვა მქონდა ბატონმა გურამმა ფაქტიურად ნაწილობრივ კითხვა დასვა ერთ-ერთი და მეორე კითხვას დაგისმენთ. როდესაც 2006 წელს ეს თანხა მოთხოვეს მოუწია თუ არა მას ამ თანხის ნაწილი ბანკიდან აეღო ან ცესხი გაეკეთებინა ან კრედიტი ან მსგავსი
გზა ხო არ მოუწია რომ გაევლო, იმიტომ რომ რადგან მოთხოვეს და მან ეს შეასრულა, ესე იგი ურთიერთობა დაალაგებული იყო, ხო? ასე თუ ისე მოითხოვეს, შეასრულა და მე 2011 წელს მოხდა ისევ მასზე უკვე სხვა ხერხებით ზეწოლა, ხო? კი და ერთ რამეს დავამატებ ამ კრედიტის ნაწილში, ეხლა გამახსენდა რომ აი ეს $120,000 რო ვახსენე ციხის ეპიზოდზე, როდესაც პატიმრობაში იყო და ვალის დათმობა გააკეთებინეს, ციხიდან ხალხი გარეთ ვერ ახერხებდა მაშინ კრედიტის აღებას და ბესოხარძიანმა მოახერხა რომ TBC ბანკიდან კონკრეტულად აიღო $120,000. რა ვიცი, ხა შეიძლება ჩვენ ვერ მოვახერხოთ ეხლა რომ მივიდეთ, კრედიტი არ გამოგვატანონ და იმდროინდელ გდანის ციხეში თუ იყავი ბესოხარძიანი ან მისნაირი პატიმარი, თავისუფლად ნებისმიერ თანხას თუ იცით იქ მივიდა წარმომადგენელი საკრედიტო ოფიცერი. არ მახსოვს ეხლა ტყუილს ეხლა არ ვიტყვი ნამდვილად, აი რაც მახსოვს მართლა იმას ვიძახი და თვითონ მამა ჩემიც ხუმრობდა ეხლა რომ გამოვიდა უკვე იქით რომ დააღწია იმას თავი, კარგი ჰუმორი ჰქონდა მამა ჩემს და ხუმრობდა ხოლმე ამ მათს. მოდი ჩაგეკითხებით, ეს მის სახელზე გაცემული სესხი იყო თუ ვის სახელზე გაცემული სესხი? ეს თეიმურას ჭიჭინაძეს ეს იყო მისი ყოფილი პარტნიორი, არ ვიცი, საიდან გამოჩნდა იმ პერიოდში და ისი ვის სახელზე გაცა სესხი? მამის სახელზე გაცა სესხი? ბესოხარძიანზე იყო ეს სესხი, კი. ბესოხარძიანი. ჩვენ რომ გამოვითხოვთ ამ სესხის დოკუმენტაციას თუ დაგჭირდა ბესოხარძიანის სახელზე? კი, უნდა იყოს ესეთი, უნდა იყოს ეგეთი თუ არა ეკანონიკაშვილის სახელზე მაინც, მაგრამ ეს თანხა წასული არის იქ, სადაც უნდა მომყო. ბანოილი ამოწურა შეკითხვა. კი, ფაქტიურად დავაზუსტეთ ერთ-ერთ და მადლობა. შემდეგ ბატონი პაატა გთხოვთ. მე ერთი კონკრეტული შეკითხვა მაქვს წამების ეპიზოდებთან დაკავშირებით. ახლა ჩვენ ხელს არსებული ინფორმაცია და რაზეც თქვენი საუბრეთ, პირველი მნიშვნელოვანი каранტინი და ასე ვთქვათ, შემდგომ ასე განხორციელებული ზეწოლები, იძულებით ვთქვათ, თამაში, შემდგომ წაგება თითქოს და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ხდებოდა აღკვეთის ღონისძიების პირობებში, როგორც ხდება. შემდგომ მეორე ეპიზოდი არის დაახლოებით 1 წლის შემდეგ, ხო? რასაც თქვენ ყვებით უკვე ამ $120,000 ნაწილს. კი, ზუსტად ესე არის. პირველი ნაწილი, რაც გულსპისწილებს ეხება, როდესაც ბესოხარძიანს წინასწარი ორთვიანი ჰქონდა მისჯილი, მანამდე მოხდა ეს ყველაფერი. და ეს რითი იყო განპირობებული ამ თანხის მოთხოვნა, რატომ მოთხოვეს მას? შემდეგ უკვე დიახ, თანხის ნახეთ როგორ არის, არ ვიცი, ალბათ თვლი და ის ადამიანი, რომ ბესოხარძიანს მისთვის მისაცემი ჰქონდა ეს თანხა ან უბრალოდ გამოიყენა მისი პატიმრობა, ხო, როგორ ვისაც არ უნდა ქონდეს ჩემი ვალი, რომც ქონდეს უფრო სწორად ჩემი ვალი, ან რაიმე თანხა გადასახდელი, პატიმარ კაცს და მის ოჯახს მე პირადად თანხას ვერ მოთხოვდა. მოთხოვეს კი არა, კრედიტი გააღებინეს, თვითონაც ეს ხდება ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვისი ხელით ხდება. გიორგი უდესიანის გავლით ხდება. გიორგი უდესიანი, ალექსანდრე მუხაძე, მოდი კილერა დაუძახოთ, ეს კილერა იყო მაშინ და ეს კილერას გავლით ხდებოდა ბოლოს ეს ყველაფერი და რაც შეეხება წამებას, ეს კონკრეტული ორი ეპიზოდი, ამ ორ ეპიზოდთან დაკავშირებით ხდებოდა მამა თქვენის წამება ციხეში თუ რა იცით მისგან? ძირითადი მიზეზი იყო გიორგი უდესიანი, მას ჰქონდა ინტერესები კუსტბისწილების. აი ეს იყო ძირითადი და მნიშვნელოვანი და მე ხა გზადაგზა თუ ვინმეს რამე ახსენდებოდა, არ ვიცი ხა ბესოხარძიანი მაინც ციხეში იყო და რაღაცები შევასარგებლობდნენ, მაგრამ ეს იყო ძირითადი მიზანი და დაახლოებით 6-7 თვის განმავლობაში ძალიან ცუდ პირობებში იყო. შემდეგ უკვე დაანებეს თავი, ზუსტად იმიტომ დაანებეს თავი, რომ რაც ვახსენე, რომ უკვე პოლიტიკური განცხადება გაკეთებული იყო ბიზინა ივანიშვილის მიერ ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით, არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით და უკვე გადაერთნენ ამაზე, რომ ამ საქმეს ეხა მიხედავდნენ და შემდეგ მოუბრუნდებოდნენ ისევ ამ საქმეს. რა მოკლედ ბესოხარძიანი იქიდან ცოცხალი ვერ უნდა გამოსულიყო, ეს იყო მთელი შინაარსი. ბატონო, ანუ ადასტურებ თუ ეს მეორე ეპიზოდიც ისე უდესიანთან კი, ესე იყო, ზუსტად ესე იყო. ზუსტად ის გიორგი უდესიანის პატიმარი იყო ბესოხარძიანი. პირადი პატიმარი იყო, სპეცპატიმარი იყო, განსაკუთრებული პატიმარი იყო ბესოხარძიანი და მის ხელში იყო, ასე ვთქვათ რა. კარგი, მადლობა.
მადლობა თქვენ. მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ რაც აღწერეთ ახლა სწორედ ამ ეს კომისია არის შექმნილი ძალადობრივი რეჟიმის მხილების მიზნით. თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე აქ კარგად ჩანს თუ როგორ იყო სახელმწიფო ჩართული მოქალაქეების დაყაჩაღებაში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ეს ერთი ნაწილი და მოვისმინეთ ყველაფერი მორჩა ერთი ნაწილი და აქ ერთვება უკვე მოქალაქე. ვინ იყო მაშინ გიორგი უდესიანი? ეს არ იყო საჯარო მოხელე, რამდენადაც მე ვიცი, ეს რომ მოინიშნოთ. ამის შემდეგ სახელმწიფო სისტემა გასაგებია ჩართულია პროკურატურა, სოდი, იქ უკვე საშელახსრულება, ეს არის სწორედ სისტემური დანაშაულის ნაწილი, რასაც თქვენ აღწერთ. და ორ კითხვას დაგისვევთ კიდე. გასაგებია რომ სახალხო დამცველს არც პირადად არც მათ წარმომადგენლებს არ მოუკითხავთ, მაგრამ თქვენ რამდენად გქონდათ საშუალება მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ პაემანი ქონოდათ ოჯახის წევრებს, ეს ერთი და მეორე, რაც განიცდიდა ოჯახის ბესარიონ უდესიანის ოჯახის წევრები და მისი ნათესავები, რომლებიც გარეთ ხარწიანის ნათესავები, ვინც თქვენ გულშემატკივრობდით, იყო თუ არა ზეწოლა თქვენზე სხვადასხვა სამსახურებიდან. მადლობა შეკითხვისთვის. ვინ იყო უდესიანი? მაშინ იყო საჯარო სამსახურის პრინციპში სროლის რაღაცა მოუგონეს, შეურჩიეს იმ პერიოდში რაღაცა უნდა ყოფილიყო რა. ამას თავისი უნდა იცნობდეთ ახლა მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, რომ ის სადმე რამე ჩააბარო მას, მაგრამ რაღაცა ჩააბარეს იქ სროლის კარგად ისვრის თუ რაღაცა და ჩააბარეს სროლის ფედერაცია თუ რაღაცა, არ ვიცი ახლა იქ რა მოხდა, რაღაცა პერიოდით იყო, მაგრამ მისი ძირითადი საქმიანობა რაც იყო, მას ყავდა რაღაცა დაჯგუფებები, ეგრეთ წოდებული ძველი სპორტსმენებისგან და ძველი პატიმრებისგან შემდგარი 500 კაციანი რაღაც დაჯგუფება, რომელიც არბევდა აი რუსთაველზე აქციებს არბევდა. ძალიან გახმაურებულ აქციებს არბევდა. პირდაპირ რომ დავარქვათ თავის სახელი, ზუსტად ამიტომ ვართ აქ ეხა ხო რომ რაღაცებს თავის სახელი ბოლოს და ბოლოს დავარქვათ. ის იყო ზონდერი, ჯალათი. აი ამის ხელმძღვანელი იყო. დღეს თავის თავს ეძახის ბიზნესმენს, ვერ გაბიზნესმენ და პლუს ეძახის იმას თავის თავს რომ ის არის პოლიდევნილი. რა ვიცი, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, არჩევნების წინათ დღეს 2012-ს ჩემოდნებზე იჯდნენ და გავიდნენ. რა მართალი კაცი არ გარბის არსად, ხო ესე არის. არჩევნებს არ უყურებს მართალი კაცი, ვინ მოვა, ვინცა, ამას არ უყურებს. შენ თუ მით უმეტეს როცა პოლიტიკური ფიგურა არ ხარ, ხო? მით უმეტეს და პოლიტიკური ფიგურა არ ხარ, იმიტომ მას ბევრი დანაშაულებები ჰქონდა ჩადენილი და ერთ-ერთი იყო ბესხაძე, ხო ის იყო ზონდერ ბრიგადირი იყო, ასე ვთქვათ რა. ეს უდესიანის რაც შეეხება პაემის ნაწილში, რაც შეეხება რამოდენიმეჯერ რა თქმა უნდა ვარ შესული მამაჩემთან, მაგრამ რამოდენიმეჯერ იმიტომა რომ მე მაშინ ვერ ვიაზრებდი, სანახავობით მაშინ აბიტურიენტი ვიყავი, როდესაც მამაჩემი დაიჭირეს და რაღაცნაირად 17 წლის ვიყავი, 17-18 წლის ვიყავი, უფრო 17-ის და მაშინ ვერ გავიაზრე რატომღაც ისე გადაწყვიტეს სახში რომ ქვეყანა უნდა დამეტოვებინა და მე როცა წამოვიზარდე მე გავიგე რატო აღმოჩნდი ლატვიაში 4-5 წელი იქ ვიცხოვრე, ანუ 17 წლიდან დაახლოებით მამის ყველობამდე იქ ვიცხოვრე და იყვნენ მაშინაც კარგი ადამიანები, რა თქმა უნდა და ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურიდან ჩვენი ახლობელი მოვიდა და იყო ესეთი ინფორმაცია რომ პატარა ბესოც, ამ შემთხვევაში მე ვიყავი პატარა ბესოც შეიძლება მიუსვან მამამის. აი ესეთი სიტუაცია იყო და მამაჩემმა იქიდან ითხოვა რომ ასე ვთქვათ, მე გავრიდებოდი ამ სიტუაციებს, მიუხედავად იმისა, რომ არაფერს არ ვაშავებდი, აბიტურიენტი ვიყავი, რაღაც ჩემი იმით ვიყავი დაკავებული და მომიწია ქვეყნის დატოვება. ეს სხვადასხვა მე უფრო მერე გავიგე, იმ მომენტში ვერ აღვიქვი, რატო გამიშვეს, რატო გამაგდეს მოკლედ ამ ქვეყნიდან ოჯახის წევრებმა, რომ უნდა წახვიდეო, მოკლედო იქ კარგი სწავლა არისო. ერთი რაც არის, ხა კარგი რაც არის იქიდან ევროპული დიპლომი ავიღე და 5 წელი იქ ვისწავლე ამ სიტუაციაში, მაგრამ ეს იყო იძულებით დამატოვებინის და მესამე
ბატონი ალეკოს შეკითხვას გავაგრძელებ და მოდისუხდი ბატონ თენგის. რომ შეხვდით, რამდენჯერმე შევხვდიო, რა მეკითხრათ საყურადღებო? ვერაფერს ვერ გვეტყო და ერთი რაც ძალიან კარგად მახსოვს, ამა ჩემი იყო ხა განახევრებული, გაჭაღარავებული, დათრგუნული იყო, აი იყო გატეხილი ხა რაც არ უნდა ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა ის ბოლომდე სულიერად ვერ გატეხეს, მაგრამ რთული იყო მისთვის რა, რთული იყო არა მარტო მისთვის, ყველა ადამიანისთვის იმდროინდელი ციხის ესე გავლა, ჯერ ის რა ციხე იყო და შემდეგ უკვე ჯერ პატიმარი რო ხარ უფრო სწორად რამდენად რთულია უკვე როცა პატიმარი ხარ და შემდეგ პატიმრობასაც რო არ გაცდიან და რაღაცა ფეხზეც ჯაჭვები ქონდა მომული ისე გამოყავდათ. აი განსაკუთრებულად ეთყობოდა რომ სხვა პატიმრებსაც არ ანახებდნენ ბესოს, რამოდენიმე კაცი დაყვებოდა, აი რაღაცა გეგონება ისეთი კრიმინალი ეჭდათ იქ რომ თქვენ პირადად ნახეთ, დაინახეთ რომ მამა თქვენთან შესახვედრად რომ გამოიყვანეს, მას ფეხებზე ჯაჭვი ქონდა. კი. ეს ძალიან კარგად მახსოვს და მე მაშინ იქ მე დედასთან ერთად შევდიოდი, მაშინ თან არასრულწლოვანი ვიყავი და ოჯახიდან მართილებდნენ და სახლიდან რომ ზედმეტი კითხვა იქ არ უნდა დამესვა ეს სატელეფონო გეცოდინება სატელეფონო საუბარია შუშის იქით და არც მომწონდა იქ მისვლა ჯერ ვერც ვეხებოდი საკუთარ მამას ანუ შუშის იქით იყო და პლუს კიდე არ მიდოდა იმის ყურება რა მდგომარეობაშიც ის იყო და მე დავსვი ეს კითხვები სახში დავსვი და ხო მამა შენი ესე დაყავთო აქო რომ ძალიან განსაკუთრებული პატიმარი ყავთო მოკლედო და განსაკუთრებულად უდგებიანო რანა ეს ჩვეულებრივი ამბათ იყო მიჩნეული რომ შეიძლება რომ ფეხებზე მამა ჩემის ქონოდა რომელიმე პატიმარს გარდა მამა თქვენისა განსაკუთრებული პატიმარს ალბათ განსაკუთრებულ პატიმრებს ქონდათ იმიტომ რომ ბესოხარძიანს არ ქონდა შეხება სხვა პატიმრებთან ერთად აი ალბათ ძალიან წამიერი და უფრო მეცაც გეტყვით რომ ერთ-ერთი პატიმრისგან გამოვიდა ინფორმაცია რომ ესო თურმე ხალხს ვერცნობს იქ რაღაც გაბრუებული დადის, ვერავის ვერცნობს, აი რაღაც და მოკლედო იცოდეთ თუ ქონდეთ ეს ინფორმაციაო, ალბათო წყალში რამეს ურევენო, იმიტომ რომ ეს კაციო, არ ვიცი ხა ეს დათრგუნული იყო და უბრალოდ ჩაფიქრებული დადიოდა ხა ციხეში თუ ამას ხა მე ვერ დავამტკიცებ რომ მართ რამეს იქ უყრიდნენ, მაგრამ ეს თავისი ეჭვი იყო იმ პატიმრის, რომელმაც ჩვენ შემოგვითვალა რომ ესე დადისო რა გაუგნებული დადისო და ალბათ რაღაცას უყრიანო და მიაქციეთ მოკლედ ყურადღებაო მაგრამ ნუ ჩვენ მივაქციეთ კი არა კამერაზე აწევაზე ერთი პრობლემა გქონდა ერთი რამე ვერ მოუგვარეთ გადავაფორმეთ ყველაფერი რა არ გავაკეთეთ ხო ოჯახმა რომ რა თქვა უკეთ ეგზნო მას როგორც პატიმარს თავი მაგრამ ელემენტარული ხო ციხეში რა მოთხოვნა უნდა კონდეს ახლა ხო პატიმარს კამერიდან კამერაში გადასვლა ან ცემატყებაზეც აღარ იყო უკვე საუბარი და კამერას ვერ უცვლიდით მას ელემენტარულ კამერას ვერ უცვლიდით ეს ფუფუნება იყო მაშინ რომ უბრალოდ კამერა შეეცვალა ამ ადამიანს და მოკლედ აი ესეთი და რაღაცა მე მესამე შეკითხვაც ჰქონდათ აღარ უბრალოდ კითხვა არ მახსოვს თქვენს ოჯახის წევრებზე და მის გარემოცვაზე ზეწოლა. ზეწოლა იმ კუთხით რომ მე ვახსენე, ბიძა ჩემი ვახსენე, გია ხარძიანი, რომელიც უმოწყალოდ ცემეს გიორგი უდესიანმა საკუთარ კაბინეტში, სწორედ გიორგი ხარძიანსაც ემუქრებოდა შემდეგ უკვე თუ ეხა ორივე ძმა არ უნდათ თავიდანვე ალბათ ციხეში ეხა ზედმეტი იქნებოდა და ნუ ბესოთი დაიწყეს და ალბათ გიორგისაც გიასაც მიუსხოდნენ გია ხარძიანსაც ბოლოს იმასაც გვერდში მაგრამ ნუ გარეთ ძალიან ნაცემი იყო ფიზიკურად ძალიან მდგომარეობაში იყო გიორგი უდესიანის ხელით საზაგუგავას ხელით ზურაბ უდესიანის ხელით ამ მაგარი ბიჭების ხელით ნაცემი იყვნენ და ჩვენ კიდე ფსიქოლოგიური, რა ვიცი, ზეწოლა ხა უნდა მოვიტყუო, რა თქვა მე ვინმე ქუჩაში მომსდევდა და წიხლებს მირწყავდა, ტყუილი უნდა ვთქვა, მაგრამ ეს ჩემთვის ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო, რომელსაც დღემდე რავი რეაბილიტაციას ვახდეთ ოჯახი ეს გასაგებია რომ მამა ჩემს შეეხო პირველ რიგში და პირველი დარტყმები მანა იტანა და რაზეა საუბარი, მაგრამ ოჯახი დღემდე აი ასე ვთქვათ, არ ვიცი სასამართლოებში ვართ, აი ეს დაგვიტოვეს ამ რეჟიმმა, ეს დაგვიტოვა რა. აი ეს დაახიდა 17 წლიდან ჩემთვის უდიპლომო იურისტსაც ვეძახი, 17 წლიდან სასამართლოში ვზივარ. სისხლის, კერძო საკუთრების ქონებრივ ნაწილში რა, აი ეს ვზივარ სასამართლოს, დავდივარ და აი დაუსრულებელი ნაწილი
ნაწილი რა თქმა უნდა დავასრულეთ, მაგრამ სულ პროცესში ვართ და დღემდე ვებრძვით იმ ეშმაკებს, რომლებიც დღესაც სამწუხაროდ კუსტბისწილებს ფლობენ და ხელს უშლიან განვითარებას. კუსტბა მეორის თვით რაღაცას დავამატებ თუ მომცემ საშუალებას რომ მესმის რომ კერძო ნაწილი არის კუსტბა დღეს და კერძო პირების არის, მაგრამ საზოგადოების თბილისელების და არა მარტო თბილისელების განსაკუთრებული ნაწილია და ის ხალხი ჩვენ არ გვაძლევს იმის საშუალებას რომ განვავითაროთ. ისინი ელოდებიან ალბათ, არ ვიცი, იქ რა მოხდება, აქ რა მოხდება, იქ ევროკავშირიდან რას ეტყვიან, მერე როდის გადაატრიალებენ აქაურობას რომ მოვიდნენ მერე და ისევ გააგრძელონ, ანუ თავი ისევ დაიტოვეს იქ ხელოვნურად. ამის თქმა მინდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს დავები მოვიგეთ, მან ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა და თქვენი წილი დაიბრუნეთ, ხო? ჩვენი წილი დაიბრუნეთ, ისაც ციხეში იყო იძულება, მაგრამ ის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ვახსენე, პირველი, რაც ერთი შეხედვით ჩანს, რომ კეთილსინდისიანი მყიდველები არიან, მაგრამ ესე არ არიან. კი ბატონო. ბესოხარძიანის ოჯახმა როგორ აღიდგინა ნაწილობრივ უფლებები, ამაზე თქვენი ადვოკატი მოგზანდება დღეს და ისაუბრებს, მე მინდა ბატონ თენგის ვთხოვო სიტყვა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ცემის ფაქტები გასაგებია, ეს ფიზიკური შეხების ფაქტები, მაგრამ თქვენ მინდა რომ საზოგადოებამაც იცოდეს, მე კი ვიცი ეს რაც არის, მაგრამ ვინაიდან ეს საჯაროა, ეს ხდომა, მინდა რომ საზოგადოებამაც კარგად გაიგოს, რასთან გვაქვს საქმე. ცემის გარდა თქვენ ახსენებთ თქვა ფუქსი. დიახ. როგორ აღწერდა, მქონდა თუ არა ამ თემაზე საუბარი მამა თქვენთან და როგორ აღწერდა რა არის ეს ფუქსი და რა ტიპის ზეწოლის საშუალება იყო ეს ფუქსი? მამა ჩემი როცა დატოვა საპყრობილე დაახლოებით ვიყავი 19 წლის, 19-20 წლის და ბევრ ამის რა თქმა უნდა არ მიყვებოდა. რაღაცებს ვეკითხებოდი, ცნობის მოყვარეობის გამო და რა თქმა უნდა მაინტერესებდა, რაღაცები გაგებული მქონდა, როგორც პატიმრებისგან და სხვადასხვა ადამიანებისგან, ყველაფერს რა თქმა უნდა არ მიყვებოდა და ესე მეუბნებოდა რომ დრო რომ მოვა, მე მოგიყვები ბოლომდე რაღაცეებსო და რაღაც ნაწილს, მაგრამ აი კონკრეტულად ფუქსის ნაწილში რაც თქვენ თქვით, ხო ესე აღწერდა რომ ეს არის რაღაცა ვიცი დაახლოებით ორ კედელს შორის დგახარ მდგომიარე, ანუ ვერც ჭდები, ვერც წვები, აი ესეთი რაღაცა წამების თუ დასჯის საშუალება არის ეს ფუქსი და ესე აღწერდა და მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია მისგან ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ვეღარ მოვასწარი მასთან ბევრი რაღაც საუბარი, მაგრამ მორგში წავთ ჩაყვანილი, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია. მორგში ყავთ ერთი ღამე განათენები აქ მორგში. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ამას ესე ვერ დავადასტურებ, ეს მამა ჩემისგან ნამდვილად არ ვიცი, იმიტომ რომ მე ამას არ მომიყვებოდა, უბრალოდ აღარ მომიწია, მეც წასული ვიყავი, ცხდა რომ ბევრ რაღაცაზე ვეღარ მოვასწარით საუბარი. მე უკვე იქით ვიყავი, სწავლობდი ლატვიაში, როგორც ვახსენე, რომ იძულებით წავედი, მამა ჩემი უკვე აქ იყო და დავებში იყო ჩართული და ამ ფუქსში, სადაც ვერც დაწვები, ვერც წელში გაიმართები, როგორც მამა თქვენი აღწერდა და თქვენ თქვით. პრინციპში წელში გამართული სულ იყო. აი ეგ არის ფუქსი. სულ წელში გამართული. უბრალოდ ვერ დაждები. მაგრამ ეგ არის დასჯა ზუსტად, ეხლა სულ წელში გამართული. გადაბულად რამდენი ხანი იყავდათო, რა თქვით? 2 ღამე, რამდენად 2 ღამე ასე მდგომარეობაში. და 40 დღე შემდეგ უკვე სამარტო საკანში წავდათ და ესეთი სიტუაცია იყო. კარგი, ბატონებო, სანამ დაგემშვიდობებით ერთი შეკითხვა დამრჩა დასმული შეკითხვების შემდეგ. საქართველოს გენერალურ პროკურორთან ზურაბ ადეიშვილთან შეხვედრას, სადაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა თქვენს მამას, ბიზნესმენს მოსთხოვა ფულის გადახდა, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაემართებოდა უბედურება. ამ შეხვედრას ვინ ესწრებოდა თქვენი ინფორმაციით კიდევ? დასრულეთ ხო კითხვა? დიახ. ამ შეხვედრას ესწრებოდა არ ვიცი, ოპოზიციონერი დეპუტატია დღესაც თუ, ну დღეს მის ტიპში აღარ შემოდიან, მე მგონი ცოტა მანამდე გიორგი ნიკოლეიშვილი იყო ესეთი, ესწრებოდა. მაშინაც დეპუტატი იყო და ესწრებოდა, როგორც მამა ჩემისგან ვიცი, არ ვიცი ქარცელაძეს ახსენებდა, ვინმე ქარცელაძეს ახსენებდა.
რომელიც ეს ქარსელაძე ცოტა ესე ასე ვთქვათ ბოდიში გამოთქმის და ძველ ბიჭურად მიმართავდა მამაჩემს რომ აიღეო ტელეფონიო და დარეკეო მოსკოვშიო ტარიელმონიანთანო და გეტყვის ვინ ვარ მეო ეს ქარსელაძე ამ ხდება თავარი პროკურორის ოთახში ხდება ხო სწორად გაგიღიმათ თქვათია და ხო და კოლაიშვილი რამაზზე ამბობთ? სახელი ნამდვილად არ ვიცი. აი არა, ნიკოლაიშვილზე იძახით? გიორგი ნიკოლაიშვილი. აი ესეთი მოსული კაცია და სხვათა შორის ეხლაც იყო ოპოზიციონერ დეპუტატებში ამას წინათ ეხლა რომელიღაცა მოწვევის რამაზია? მაშინ რამაზია. მე სურათს ვნახავ და ისე დავადასტურებ ეხლა. ამოცნობა შეგიძლიათ. როგორ არ შემიძლია კაც ეხლა უბრალოდ ეხლა რამაზია თუ გიორგია შემამაშ. ამოცნობა საიდან შეგიძლიათ რომ მამამ გითხრათ სიცოცხლეში რომ აი ეს კაცი იყო ვინც ესწრებოდა ზურაბადიშვილს. საჯაროდაც ქალბატონთია საჯაროდაც ბევრჯერაა გისახელებდა სახელმწიფო და ესეთი სიტუაცია იყო. ეს ორი ადამიანი ზუსტად ვიცით. სხვა ვინმე ხომ არ ესწრებოდა? სხვა ვინმე მე არ მახსენდება ნამდვილად. წევრებს ხომ არ აქვს შეკითხვა. ბატონო ბესო, წარმატებებს გისურვებთ, საზოგადოებისთვის განმარტავ, რომ ქონებრივ ნაწილში დავა უკვე ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში აწარმოა თქვენმა ოჯახმა, თქვენი ადვოკატი ქალბატონი ლამარა კობალაძე იქნება დღეს მოწვეული და ის ისაუბრებს თუ როგორ მოახერხა მან თქვენთან ერთად ციხეში წამების შედეგად დათმობილი ქონების დაბრუნება, თუმცა რასაკვირველია ქონებრივი უფლებების სრულად აღდგენაზე თქვენ კვლავ მუშაობთ. ასევე მიმდინარეობს და პრაქტიკულად პროკურატურისა და გამოძიების ნაწილში დასრულებულია გამოძიება წამების საქმეზე და სასამართლოში განიხილება. ასევე არის მამა თქვენის უშუალოდ მკვლელობის ამსრულებლის ექსტრადიცია მოხდა უცხოეთიდან საქართველოში, მიმდინარეობს ამ პირის წინააღმდეგ ამჟამად სასამართლო პროცესი და პრაქტიკულად ამ ყოველივეთი დასტურდება ის, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ 17 წლის ასაკში იყავით, როდესაც დაიწყო თქვენი ოჯახის დევნა და ამას სხვა არაფერი არ ქვია, გაუბედურების მცდელობა. და სასამართლოში მოგიწიათ მთელი ახალგაზრდობის გატარება გარდა იმისა, რომ მუდმივი სტრესი და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყავით ყველა სხვადასხვა ხარისხით და სხვადასხვა დროს. გისურვებთ, რომ როდესაც მამა თქვენის ასაკის იქნებით, ჩვენს ქვეყანაში უკვე საბოლოოდ დამკვიდრებული იყოს სიმშვიდე, ძლიერი სახელმწიფო და არც ერთ 17 წლის ახალგაზრდას თავს აღარ დასწდომოდეს ის, რაც თქვენს ოჯახს დაატყდა თავს. ჩვენ ახლა უნდა მოусმინოთ ნომერ მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გიორგი უდესიანის ოჯახის წევრს მის მარჯვენა ხელად ცნობილ პირს ბატონ ზაზაგუგავას, ამიტომ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის, თუ რაიმე გაქვთ სათქმელი შემაჯამებელი სახით, გთხოვთ ბრძანოთ და დაგემშვიდობთ. თუ არ წავიღებ ბევრ დროს ერთი წანადებით, რა თქმა უნდა დავამატებ და კიდევ ერთხელ მადლობით შემოვიფრაგლები, რომ ეს ინიციატივა და ეს კომისია შეიქმნა. მე თქვენთანაც და საზოგადოების წინაშეც მინდა ვთქვა, რომ აქ არ ვზივა რაღაცა შურის მაძიებელი შვილი გაპროტებული მე ეს ჩემი თავისთვის არ მემიცია უფლება რომ ეს ესე ყოფილიყო არ ვართ შურის მაძიებლები მაგრამ ჩვენ სიმართლის მაძიებლები ნამდვილად ვართ და ერთია ჩვენ რაგვსურს მეორე არის კანონი რომელიც არეგულირებს მოქალაქეთა ქცევებს იმ სახელმწიფოში რომელს სახელმწიფოშიც დღეს ჩვენ ვყოფებით და დღეს ამ ადამიანებმა რომლებზეც ჩვენ ვისაუბრებთ კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი, ისინი უნდა იყვნენ მაგალითები, რომ თუნდაც მომავალი თაობა, ახალგაზრდა პოლიტიკოსები, თუნდაც მოქალაქეები, სპორტსმენი არ აქვს მნიშვნელობა, ესე არ უნდა მოექცეს სახელმწიფო თავიანთ მოქალაქეებს. მარტო ამიტომ, თორემ მე პირადად როგორც ბესოხარძიანს ვერაფერი ვერ გამიფათილებს და ვერ შემივსებს იმ დანაკლის, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ ამდენ ხნის განმავლობაში, უბრალოდ არაფერს გულს არ მომაფხანინებს პირდაპირ კითხვით. უბრალოდ ეს უნდა იყოს
დასანახავად ეს უნდა იყოს, რომ მათ დააშავეს, მათ დაისაჯონ, რომ არც ერთმა ხელისუფალმა, არც ერთმა ეს თქვენთვისაც სწორი მაგალითია, მე მესმის ახლა რომ შეიძლება არც გაგიფიქრებიათ, სწორი მაგალითია ყველასთვის, მომავალი პოლიტიკოსებისთვის და ყველა თითოეული ადამიანებისთვის და ერთ რამეს დავამატებ კიდე, რომელიც თავში მინდოდა მეთქვა და თავი შევიკავე თავში, რომელიც ჩემ პრინციპებს ძალიან ეწინააღმდეგება და ცოტათი უნდა დავარღვიო. როდესაც მამა ჩემი მოკლეს და ვისაც ეს თავში აზრად მოუვიდა, რა თქმა უნდა, ეხლა მკვლელისთვის ადამიანის მოკლა არაფერი არ არის, შემდეგი ნაბიჯები არის, უფრო ასე ვთქვათ, გასათვლელი შემდეგი ნაბიჯები აქვს და სამწუხაროდ მოახერხეს ამ ბოროტმა ადამიანებმა, რომ რამოდენიმე ოჯახის წევრი გამოიყენეს ცუდად. ეხლა მე ოჯახზე და შიდა სამზარეულოზე საუბარს არ ვაპირებ. ჩემთვის ოჯახი ყოველგვარი შელამაზების გარეშე სიწმინდეა და მე ამ სიწმინდეს უნდა გაუფრთხილდე. თუ ვინმე ამას არ უფრთხილდება, ეს მათი პრობლემაა, მაგრამ რაღაც კითხვის ნიშნები იყო თავიდან საზოგადოებაში, რომ აი რა ხდება აქ და რაღაცა კითხვის ნიშნები გააჩინეს ოჯახის სხვადასხვა წევრებისგან და ერთ რამეს ვიტყვი და ამით დავასრულებ, რომ ვერავინ ვერსად ვერასდროს ბესოხარძიანის სიმართლეს ჭრილს ვერ მიაყენებს, ვერ ჩინაური და ვერც გარეული, სანამ ცოცხალი ვარ და სანამ ცოცხალია ბესოხარძიანის ოჯახი. ძალიან დიდი მადლობა და მადლობა თქვენ, იმედია რომ იმ პროცესზე ვარ, რა პროცესზეც მგონია რომ ვარ და დასრულდებიან ისინი როგორც პარტია და ასე შემდეგ. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო ბესო, მით უმეტეს უფრო კიდევ დიდი მადლობა, იმიტომ რომ თქვენ ავარჯნებით, შეძელით და მობრძანდით. როდესაც ოჯახს, დიდ ოჯახს, პატარა ოჯახს ასეთი დონის ქარტეხილი დაატყდება თავს იქ არაფერი არ არის, არც საწყენი, არც გასაკვირი, მთავარი არის ის, რომ თქვენი ძალიან პატივსაცემი დედა, თქვენი და ასევე სხვა წევრები ოჯახის, ბებიები, ბაბუები, დები, ძმები იყავით მოწოდების სიმაღლეზე და თქვენ დღეს წარმოდექით კომისიის წინაშე ნებაყოფლობით და გაგვიზიარეთ ის დეტალური ინფორმაცია, რაც მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია. მადლობა და წარმატებებს გისურვებთ.